მოგესალმებით, თქვენ უსმენთ შემდეგ პოდკასტს Next Stonges-გან და მე მის წამყვანი დათო სამიაშვილი ვარ. დღეს ვსაუბრობთ ადამიანზე, ზოგადად ადამიანის სახეობაზე, მის ევოლუციაზე და არა მარტო, ხო? რაღაც ზოგადად ესეთი რაღაც დამკვიდრებული არის საზოგადოებაში აზრი, რომ თითქოს ადამიანი, ანუ Homo sapiens-ი არის და იყო და სხვა ადამიანის სახეობები არ ყოფილან, თუმცა ეს ვიცით, რომ ასე არ არის. საკმაოდ ბევრი სახეობა იყო ადამიანის, ვიცით რომ თანაცხოვრებაც ხდებოდა გარკვეულწილად, მაგალითად უშუალოდ ჩვენი სახეობისთვის, ჩვენ თანაცხოვრობდით ისეთ სახეობასთან როგორც იყო ნეანდერტალელი, დენისაური და მათი რაღაც გარკვეული გენებიც არის დღეს თანამედროვე Homo sapiens-ის ძალიან დიდ ნაწილში და ამის პარალელურად ჩვენ ვიცით რომ იყო ისეთ სახეობები, როგორც არის მაგალითად იყო Homo erectus-ი, ერთეულზია და ზეწვასაც ვეძახით, ესეც კი ხშირად რაღაც არასწორი გაგება ხდება ხოლმე, ზოგ საერთოდ რომ კითხავს, ზოგ საერთოდ გონიო ქართველების წინაპრებიც კი იყვნენ, როცა საერთოდ სხვა სახეობაზეა საუბარი და ზოგ სახეობა ფაქტიურად. ნამდვილად საერთოდ და საერთოდ რავი, ანუ ზოგ საერთოდ მზიადაზე თუ რატომაც რაღაც რომანტიული წყვილიც კი გონია ხოლმე და რაღაც უცნაური გაგებები არის ამ ყველაფერზე და რეალურად თვითონ ეს ადამიანი ასე ჩვენ ვეძახთ, ან მის ევოლუცია ბევრად ადრე იწყება Homo sapiens-მდე, რომელიც მე თუ არ მეშლება 200-300 წლის უნდა იყოს დაახლოებით, სადღაც ამ პერიოდში ჩნდება ჩვენ. დღეს უკვე ფაქტიურად 200-ზე ცოტა მეტს ამბობენ, ხო? ხო, თავიდან აქამდე ნელ-ნელა მივიდეთ. მაგ ნამდვილად 200,000 აგერ გუშინ წინ იყო და იმით. კი ბატონო და მოკლედ გაგაცნობთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, არის ვასო გაბუნია, ბიოლოგი, რომელთანაც ზუსტად აი ამ თემებზე ვისაუბრებთ და გავიგებთ ბევრად მეც, ვიდრე ახლა მე რაღაც პატარა შესწავლებით გავაკეთე ამაზე. მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგესალმებით, გადასარევად, როგორ იკითხოთ? ასევე კარგად. ძალიან მიყვარს ეს თემა ზოგადად და მით უმეტეს ბოლო დროს რაღაც უფრო კიდე ჩამიტყია ზოგადად ამ მიმართულება, იქიდან გავაბინაი რომ სულ რაღაც უახლოება და უკვე ახალი კვლევები იდება ხოლმე. აი, გუშინაც კი რაღაც ახალ კვლევაზე ვწერდი ამ მიმართულებით, მაგალითად ახალი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო ეს ნეანდერტალელსა და Homo sapiens-ის თანაცხოვრებაზე და ეს თემა სულ გვაინტერესებს და სხვათა შორის მაგამდეც მივალთ, მაგალითად ცოტა დაწვრილებთ ვისაუბრეთ საქართველოში რაც ხდება ამასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა უბრალოდ. ხო, და ეს აქაც გამოჩნდა რაღაც კარგი და საინტერესო ფაქტებია, რომ ხო, ერთ-ერთი ღია საკითხი ასევე არის, რომ რამდენად როლი ჰქონდა უშუალოდ ჩვენ სახეობას ნეანდერტალელების გადაშენებაში და მოკლედ ასე შემდეგ, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მართლა შეგვიძლია დავიწყოთ ბევრად უფრო ძველი იმიდან, საიდან მოდის საერთოდ ეს სახეობა, როგორ დაიწყო და როგორ მოხდა გამოყოფა ეგრეთ წოდებული პრიმატებსა და რაღაც უფრო აი აქეთ სახეობას შორის. მოკლედ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ და ალბათ მივყვეთ თავიდან და ქრონოლოგიურად გავყვეთ, ვიცი რომ ვიზუალური მასალაც გაქვთ და ალბათ ეგეც შეგვიძლია. ნელა ჩავრთავთ. მივესალმები თქვენს ბლოგს და თქვენს მაყურებელს. მე ორი სიტყვით ვიტყვი რას წარმოვადგენ, მე დამთავრებული მაქვს ბიოლოგიის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შემდეგ უკვე მუშაობდი პალეონტოლოგიაში. პალეობიოლოგიის ინსტიტუტი იყო საქართველოში საკმაოდ მცირე რიცხოვანი, დამლაგებელიან დარაჯიანად 60 კაცი ვიყავით, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის კვლევები ტარდებოდა და ჩვენი კვლევები ყოველთვის რაღაც ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე, არა მხოლოდ თქვათ იმ ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ იმ პერიოდში ძალიან საინტერესო ექსპედიციებში დავდიოდით, ბევრი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ეს მონღოლეთიც შედიოდა და საქართველოშიც იყო რაღაც აღმოჩენები, არა ისეთი მასშტაბური, იმიტომ რომ ჩვენთან არ იძლევა საშუალებას თვითონ გარემო პალეონტოლოგიური კვლევებისთვის, რომ რაღაც ხელმისაწვდომი იყოს, იმიტომ რომ ჩვენთან ძირითადად ტყით არის დაფარული, უფრო ესეთი კარგი მიწა გვაქვს ამ მხრივ და ცოტა ადგილები ისეთი სადაც თქვა გეოლოგიური გაშიშვლებები და ბედლენდები ეგრეთ წოდებული ესეთი ცუდი მიწები, სადაც მცენარეულობა ნაკლებია და ეს გეოლოგია კარგად ჩანს, ცოტა არის რა თქმა უნდა, საკმაოდ საინტერესოები, ამაზე ჩვენ შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ და თქვენს მაყურებელს გაუჩნდება.
და მე მინდა ვთქვა, რომ პალეონტოლოგია თვითონ არის აი ძალიან ახლოს კრიმინალისტიკასთან, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ და ცოტა უფრო რთულიც არის, იმიტომ რომ კრიმინალისტებს მაინც რაღაც დღეს უკვე გენეტიკური ანალიზის საშუალებით რაღაცების დადგენა შეუძლიათ, მართალია უკვე პალეონტოლოგიაში ძალიან კარგად შემოიჭრა გენეტიკა და ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ ჩვენ, მაგრამ ჩვენ გვიწევს ძალიან ზოგჯერ ძვლის ნატეხით, ან კბილის ფრაგმენტით მთლიანი ცოცხალი ორგანიზმის აღდგენა ძალიან იშვიათია პალეონტოლოგიაში, რომ თქვა მთლიანი ჩონჩხი აღმოაჩინო, სადაც ყველა ძვალია, იმიტომ რომ თვითონ განამარხების პროცესი, ანუ შენახვის პროცესი, აი მკვდარი ორგანიზმის ოდესღაც მკვდარის იქნება ეს თქვა 200 წლის წინანდელი თუ 200 მილიონი წლის წინანდელი, მას უნდა შეექმნას გარკვეული პირობები, რომ იგი განამარხდეს. აი თქვენ უბრალოდ ძვალი რო დადოთ სადღაც მიწაზე, ჯერ გამოშრება იგი თუ მშრალი ნიადაგია და დაიშლება და მეორე ვარიანტი თუ თქვა რაღაც ნოტიო მასში ეს უფრო სწრაფად დაიშლება და ფაფად იქცევა, რომელიც შემდეგ უერთდება მიწაზე და ფაქტიურად არაფერი არ რჩება. განამარხების პროცესი არის ძალიან რთული და ძალიან ისეთი ბევრი კარგი მომენტი უნდა აეწყოს, რომ პალეონტოლოგმა საბოლოოდ მიაგნოს რაღაცას. მკვდარი ორგანიზმი უნდა მოხდეს იდეალურ ვარიანტში წყალში და წყალში მოხვედრის შემდეგ დაიფაროს შლამით. რა თქმა უნდა, რბილი ნაწილები იხსნება ამ დროს, ხდება ძვლების ჩანაცვლება, ძვალი, იცით თქვენ, ეს არის ორგანული და მცირე ორგანული და მეტი არაორგანული კალციუმისგან შედგება ფაქტიურად, მაგრამ ის ორგანიკა, რომელიც მასში არის, აკავებს აი ძვალს, აძლევს გარკვეულ ელასტიურობას და სტრუქტურას. აი, როდესაც იშლება ეს ორგანიკა, ძვალიც იშლება. ორგანიკა ადვილად იშლება. ხოლო შლამით, ან თქვა ძალიან წვრილი სილით დაფარვისას ხდება აი ორგანული ნივთიერებების ჩანაცვლება იმ მინერალებით, რომლებიც არის აი ამ შლამში. შუაში შლამი გერმანული სიტყვაა და ზუსტად იგივეს ნიშნავს, რაც ქართულში. და ამ დროს ხდება ძვლის გაქვავება. პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ პოულობთ ქვებს, რომლებსაც აქვთ გამეორებული ძვლის ფორმა. შემდეგ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად, უნდა დაიფაროს, შემდეგ უნდა გაშრეს ეს წყალსატევი, ან ის გუბურა, ან ის ტბა, რომელშიც ეს ცხოველია მოხვედრილი და უკვე შლამით დაფარული. შემდეგ უნდა მოხდეს მისი კონსერვაცია, თქვათ, თათაწარმოშობის ან სხვადასხვა პროცესების შედეგად უნდა მოხდეს მისი ამოწევა, შემდეგ გაშიშვლება და შემთხვევით პოვნა ადამიანის მიერ. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვას ერთმანეთს, რომ პალეონტოლოგმა საბოლოოდ აღმოაჩინოს და იპოვოს უпроსორად შემთხვევით გადააწყდეს აი ნამარხ ცხოველის ნაშთებს. ამიტომ ძალიან იშვიათია. ამიტომ არის რომ თქვა, იგივე დინოზავრების ახლა ასობით სახეობაა, ხო? დღეს დინოზავრები ცნობილი, მაგრამ ყოველდღიურად ახალი და ახალი სახეობები ჩნდება. რა თქმა უნდა, პალეონტოლოგებმა იციან დაახლოებით სად შეიძლება მოძებნონ, მაგრამ მე ვიცნობ პალეონტოლოგებს, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ უპოვიათ, იმიტომ რომ ასე ხდება და სწავლობენ სხვის ნაპოვნს. შეიძლება მთელი ცხოვრება იარო ექსპედიციებში და ვერაფერი იპოვო. შეიძლება ერთხელ გახვიდე ერთ ექსპედიციაში და ისეთი რამ იპოვო, რომელიც მეცნიერებას გადაატრიალებს. ამიტომ არის რომ ძალიან ხშირად ჩვენ ცხოველების და მცენარეების აი თლიან ჯაჭვს, მათ განვითარებას, ევოლუციას თითქმის ვერ ვხედავთ ხოლმე. არის მოლუსკებში, ისეთ ცოცხალ ორგანიზმებში, რომლებიც თქვა მასიურად იყვნენ, მაგალითად, იგივე ამონიტები, რომლებიც ახლა თქვენ რო გახვიდეთ იმერეთში ან რაჭაში ან ლეჩხუმში, აი კირქვებში, იგივე მთიანაჭარ სამეგრელოში, ყველგან იპოვით ამონიტს, თითქმის ყველგან იპოვით ზღვის ზღარბს. იმიტომ რომ ისინი მასიურად იყვნენ გავრცელებულები და ეს განამარხებაც ადვილად ხდებოდა, სქელი ნიჟარები აქვთ მათ და დღეს ჩვენ პოულობთ მათ, აი ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია თავისი სოფელში, იმერეთში, სამეგრელოში იპოვოს ამონიტიც, ზღვის ზღარბიც და ზღვის ლილიაც და ასე შემდეგ. მაგრამ ცხოველები ასე არ არის, ხო ხა დინოზავრები ათასობით ერთ ადგილას არ დადიოდნენ. ადამიანებიც ასევე, თქვა ადამიანის წინამორბედები, თქვა იგივე პრიმატები, რომლისგანაც
რომლებიც ჩვენს წინაპრებად ითვლებიან, შორეული წინაპრები. იქ საერთოდ არ იყო კარგი პირობები განამარხების, ამიტომ არის რომ ძალიან იშვიათად ხდება იმ ძვლების პოვნა, რომლებზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, ძირითადი თემა რაც არის და ყოველწლიურად რაღაცა ფრაგმენტის აღმოჩენა ხდება, იცვლება აბსოლუტურად ყველაფერი. 91 წლამდე მაგალითად ითვლებოდა რომ Homo erectus-ები აფრიკაში იყვნენ ჯერ კიდევ და უცებ შემთხვევით აბსოლუტურად და მე ამ ისტორიას მოგიყვებით, იმიტომ რომ უშუალო მონაწილე ვარ ამ ისტორიის დასაწყისის უпроსტად გაგრძელების აღარ სამწუხაროდ. სრულად შემთხვევით აღმოჩნდა რომ აგერ თბილისიდან 60 კილომეტრში თურმე მთელი ჯოგი ცხოვრობს, ხო? ცხოვრობდა უпроსტად Homo erectus-ების, რომელთა პოვნამაც და იდეალურმა შენახულობამ გამოიწვია ის სენსაცია, რომ ფაქტიურად არ დარჩა Science-დან Nature-მდე არც ერთი ჟურნალი ასეთ მაღალ რეიტინგული, სადაც ამ აღმოჩენის შესახებ არ დაიბეჭდა. ეს იყო ბედმა გაგვიღიმა, ვიპოვეთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ თქვა უფრო ძველი აღმოჩნდეს სადღაც ირანის ტერიტორიაზე. უბრალოდ ჯერ არ გვიპოვნა. აი მაშია პალეონტოლოგიის არასრულყოფილება სადღაც დევს აშკარად გველოდება ნამარხი, რომელიც კიდევ ერთხელ გადაატრიალებს ადამიანს. ადამიანებზე რადგან საუბრობთ, ადამიანის წარმოშობის ისტორიას. აუცილებლად დევს სადღაც და არაერთი. მაგრამ შეიძლება არც დევს. იმიტომ რომ არ მოხვდა უბრალოდ ის სადღაც ისეთ ადგილას, რომ იგი განამარხებულიყო და შემდეგ ჩვენ გვეპოვა. მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ვიპოვით რაღაცებს, რომლებიც უფრო მეტ შუქს შეიტანენ ადამიანის წარმოშობაშიც და შემდეგ უკვე ჩვენამდე Homo sapiens-ამდე მოსვლაშიც. მაგალითად, კბილები არის ძალიან ინფორმატიული ჩვენ კბილის მიხედვით. აი, ჩემ ისტორიას მოგიყვებით უბრალოდ სრულიად შემთხვევით როგორ რა თქმა უნდა, გამიზნულად არ ვეძებდი და ამიტომ ყაზახეთიდან ჩამოტანილ მასალაში აღმოვაჩინე, წარმოგიდგენთ მილიმეტრი ნახევარზე კბილი. რომელიც ვერაფერს ვერ მივამსგავსე, როდესაც მე მასალებს ვათვალიერებდი, აბსოლუტურად განსხვავებული კბილი იყო. შემდეგ უბრალოდ დავიწყე ისეთ ცხოველებთან შედარება, რომლებიც აზიაში არ უნდა ყოფილიყვნენ. იმიტომ რომ ითვლებოდა ეს დამკვიდრებული აზრი იყო, რომ აზიაში ეს ცხოველი არ არის. აღმოჩნდა, რომ ეს არის ოპოსუმი, ჩანთოსანი თაგვი, რომლებიც ეხა ჩანთოსნები მოგეხსენებათ, ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია ეხლა ჩანთოსნების სამეფო. ამან გამოიწვია უზარმაზარი სენსაცია. დადასტურებულად ეს იყო ჩანთოსნის კბილი და ერთი ცალი კბილი, რომელზეც დაიწერა უამრავი სტატია ჯერ ჩვენ გამოვაქვეყნეთ და შემდეგ უკვე თითქმის ყველა ისე წამყვა ჟურნალში, იმიტომ რომ ეს იყო მართლა სენსაციური მოვლენა, ყველას ეგონა რომ ეს ცხოველები იზოლირებულად ვითარდებოდნენ სამხრეთ ამერიკაში და ავსტრალიაში, შემდეგ უკვე სამხრეთ ამერიკა, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკას დაუკავშირდა, ეს ოპოსუმები გადავიდნენ და უკვე ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთში წვდებიან, მაგრამ აზიაში ისინი არ იყვნენ. ანუ ერთმა კბილმა გადაწყვიტა ფაქტიურად ამ ცხოველების დაახლოებით ეს არის 52-53 მილიონი წლის ასაკის არის ეს კბილი. უცებ გადატრიალდა, წავიდა მიგრაციის ახალ თეორიებზე საუბარი და საინტერესო იყო ის, რომ იმავე წელს აღმოჩნდა ანტარქტიდაზე და აღმოჩნდა აფრიკაში. ანუ ესე წაეწყო და მთლიანად შეიცვალა აი ამ ცხოველების გავრცელების თეორიები. ერთ პატარა ნატეხს, ერთ პატარა არტეფაქტს შეუძლია მთლიანად ამოაყირაოს, თქვათ, წლების და აწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული რაღაც თეორიები და სწორედ ეს ერთი ნატეხის საშუალებით აღდგენა მთლიანი ცხოველის ეს დილეტანტისთვის და ჩვეულებრივი ადამიანისთვის ცოტა წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ეს არის რეალური. და პლუს დღეს უკვე ჩაერთო გენეტიკაც, პალეოგენეტიკა, რომელიც საოცრებებს აკეთებს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ შედარებით ახალ ნამარხებზეა ლაპარაკი, სადაც დნმ-ის სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებული. ეს მინდოდა მეთქვა უბრალოდ შესავალი სახით, რომ იქ რა ხდებოდა მილიონობით წლების წინ და ის მკვდარი ორგანიზმი შეინახა თუ არა და თუ შეინახა, ვიპოვეთ თუ არა, აი ამაზე უკვე დამოკიდებული. მაინტერესებს ეს თვითონ რა ინფორმაცია გვაქვს წარმოშობაზე და როგორ იწყება ეს გამოყოფა პრიმატებიდან და ეს შემდეგ. დღესდღეობით მე ყოველთვის გავაკეთებ,
იმას შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერჯერობით სრულყოფილი და ალბათ არც გვექნება არასდროს ჩვენ შევავსებთ ოდესმე ალბათ რაღაც ცარიელ და თეთრ ლაქებს, მაგრამ ჯაჭურად გავყვეთ და აქედან ის წამოვიდა და აი ზუსტად გარდამავალი ფორმები ვიპოვოთ. ამაზე ალბათ ცოტა საომავლოთაც კი რთული იქნება საუბარი, ამიტომ ჩვენ ისე ვაკეთებთ რაღაც დაშვებებს, თქვათ მათი ანატომიიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით 6-7 მილიონი წლის წინ პირველი სავარაუდო წინაპარი ყველა პრიმატის ადამიანის გავს პრიმატებზეა საუბარი და მათ შორის ადამიანზე და იმ ჯგუფებზე რომლებიც ადამიანამდე იყვნენ საიდანაც როგორც შანს მოხდა აი ამ ტოტის ხეს თუ წარმოვიდგენდა შემდეგ ტოტებს აი ამ ტოტებზე განლაგება უკვე ნაყოფებივით სხვადასხვა იმ ცოცხალი ორგანიზმების რომლებიც ჩვენ ვიპოვეთ და ვიცით და უკვე აღწერილი ყავს ეს არის დაახლოებით როგორც ვარაუდობენ სულ ქვემოთ რო წავიდეთ ეს არის ის თემა რომელსაც მე ვსწავლობდი თავის დროზე ეს არის მეები რომლებსაც ეკუთვნიან ზღარბები, თხოვნელები, დინოზავრები ამოწყდნენ 65 მილიონი წლის წინ გადარჩა მცირე ნაწილი ძუძუმწოვრებისა როგორც წესი ეს არის სოროში მაცხოვრებელი დამალული ცხოვრების წესის მქონე მცირე ზომის ძუძუმწოვრები რომლებსაც თავშესაფარი იპოვეს გადაუჩნენ აი ასტეროიდის კატასტროფას ჩავთვალოთ რომ ასტეროიდის იმიტომ რომ დღეს ყველაზე მიღებული თეორია ეს არის თუმცა არის სხვა თეორიები და უკვე მათ ეძლევათ ასპარეზი დაიპყრონ დედამიწა და დაიწყონ სხვადასხვა ტერიტორიების და სხვადასხვა ეკოსისტემების ათვისება. ამასთან ერთად ხდება მათი რა თქმა უნდა დაშორება ერთმანეთისგან, რა ვიცი, იქნება ჩლიქოსნების, წყვილჩლიქოსნების და კენჩლიქოსნების, იქ ვეშაპების, კლასიკური მწერიჭამიების, მტაცებლების რიგები და ასე შემდეგ. ამას ჩამოყვეთ ბევრი რიგია, ხო, ძუძუმწოვრების. და სწორედ აი ამ ერთ-ერთი საწყისი, ჯაჭვის საწყისი რგოლი გახლავთ სწორედ წერიჭამიები, რომლებმაც განიცადეს ესეთი დივერგენცია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ძალიან შორეული წინაპარი არის ის ზღარბი, რომელიც ის ზღარბი არა, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენთან დარბის ეზოში, მაგრამ ამ ზღარბის მე-1000 ხარისხში წინაპარი. ანუ აქედან ხდება სადღაც სავარაუდო ალბათ ყველაზე 90% ხეზე მაცხოვრებელი პრიმატია სრულიად არ გვგავს ჩვენ ანუ რაღაც აი ამ ტიპის ცხოველია რა თქმა უნდა პატარა ზომის რა თქმა უნდა ძირითადად ესენი არიან სცენარის ჭამელი ვეგანები არიან ვეგეტარიანელები თანამედროვე გაგებით ჩვენივად გრძნობენ თავს ეს ხდება ყველაფერი აფრიკაში ფიქრობენ რომ 7 მილიონი წელია როდესაც უკვე იწყება დაფიქრება იმაზე აი ამ ცხოველის საით წავიდე ანუ ჩემი შთამომავლობა საით გაუშვენ და საბოლოო ჯამში ის უშვებს რამოდენიმე ტოტს რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მიდის და ერთ ტოტს მოვყავართ ჩვენამდე მაგრამ ეს ტოტებიც ისეთნაირად არის რომ თლათ ესე ნუ წარმოვიდგენთ რომ რაღაც ტოტი წამოვიდა და ჩვენ თლათ კენწეროში აღმოჩნდით ესე არ ხდება და ამაზე მინდა სწორედ რომ ვისაუბრო ყველაზე ისეთი დადასტურებულად ორფეხზე მოსიარულე კლასიკურად ორფეხზე მოსიარულე თუმცა შემდეგ გადადის ხოლმე იგი როგორც ვარაუდობენ დღევანდელი დასკვნებით ზოგჯერ 4-ზეც დარბის, მაგრამ ძირითადად მოძრაობს ორფეხზე. ნუ ახლა ვიღაცამ კითხავს, რა იცი შენ 3 მილიონ 200,000 წლის წინ აფრიკაში, ვთქვათ, გოლდუაის ხეობაში, რომელიც ლიკის ექსპედიციამ აღმოაჩინა, ის გახლავთ, რა თქმა უნდა, უფრო მაიმუნია ვიდრე ადამიანი, მაგრამ უკვე დგას ორფეხზე. ორფეხზე და რატო საიდან ვიცით რომ დგას? ჯერ ერთი მენჯის აგებულება. ეხლა ანატომიაში ძალიან ღრმად რო არ წავიდე და მაყურებელი არ დავყალო მენჯის აგებულებით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ცხოველი ორფეხზე დადის თუ არა ამაში უნდა ენდოთ ანატომებს მეორე აღმოჩენილი არის ნაკვალები ერთ-ერთი აფრიკაში ბევრი ვულკანია მოგეხსენებათ და ადრე უფრო მეტი იყო აქ გადის ესეთი რღვევის ხაზი და მოქმედი ვულკანები ბევრი იყო მაშინაც და ახლაც არის სველ ვულკანურ ფერფლზე დატოვებული ნაკვალები რომელიც შემდეგ ჩაბეტონდა, აი დაახლოებით როგორი სიტუაცია იცით, აი სველ ბეტონზე რო კატაან ადამიანი გაივლის და რო რჩება ფერის. დაახლოებით ანალოგიური რა მოხდა, ამ სველ ვულკანურ ფერფლზე გაიარა მან ფენაზე მოხდა მისი ფეხების ანაბეჭდების ჩაბეტონება და დღევანდლამდე მოაღწია. ტერფს ეტყობა რომ მას აქვს თაღი.
ეს თაღი უკვე ნიშნავს იმას, რომ დადის ორფეხზე. თქვენ თუ დააკვირდებით, თქვა იგივე შიმპანზეების ან გორილების, რომლებიც არ გეწყინათ, მაგრამ ჩვენი ახლონათესავები არიან, თქვენ არ გეწყინებათ ზოგადად ჩვენ მოყურებელს რო არ ეწყინოს, მათი ტერფი არის ბრტყელი, იმიტომ რომ ისინი 4-ზე დადიან, მათ აქვს საშუალება რომ სიმძიმე გადაიტანონ ხელებზეც, ნუ ხეებზე მოგეცენებათ საერთოდ ბუდეებს აკეთებენ და იქ ცხოვრობენ. ჩვენ ორფეხზე რო დავდექით, ფაქტიურად ლუსი რო დადგა, მისი ანატომია არ იყო ჯერ კიდევ შეგუებული და არც ჩვენი ანატომია ამდენი მილიონი წელი გავიდა, ჩვენი ანატომიაც არ არის შეგუებული ორფეხზე დგომას. ჩვენ ფაქტიურად თელი ჩვენი სიმძიმით და განსაკუთრებით თუ ჯარბწონიანები ვართ, თელი აი ჩვენი სიმძიმით ვაწვევით ჩვენს ხერხემალს, ხერხემლის ქვედა ნაწილს, ამიტომ ეს წელი მტკივა, წელი არც ძაღლს და არც კატას არ ტკივა, იმიტომ რომ არ ეტკინება უბრალოდ, იმიტომ რომ იგი 4 ფეხზე გადანაწილებული სიმძიმით მოძრაობს, ხო? ჩვენ მთელი სიმძიმით ვაწვევით აი ჩვენს ქვედა ნაწილს, ვაწვევით მენჯს და ვაწვევით, რა თქმა უნდა, ფეხებს და ამიტომ ფეხების პრობლემაც ხშირად გვაქვს ხოლმე. ვენების გაგანიერებიდან დაწყებული, ძვლების პრობლემებით დამთავრებული. ანუ ჯერ არ დაგვიმთავრებია ბოლომდე ადაპტაცია ორფეხზე დგომის. ანუ პრინციპში ლუსის აი პატარა 1 მეტრიან გოგოს როგორც ვარაუდობენ, შეიძლება რომ მართლა გოგოა, იმიტომ რომ შემდეგ მენჯის ნაწილები იპოვეს და ესეთი გაშლილი მენჯი აქვს, გაშლილი მენჯი უკვე ნიშნავს იმას, რომ ამითაც შეიძლება სქესის დადგენა. ესე იგი აფარის მიდამოებში მოხდა მისი აღმოჩენა და დაარქვეს ავსტრალოპითეკი, ანუ სამხრეთული მაიმუნი, მაინც ჯერ ადამიანს არ არქმევს ლიკი და შემდეგ უკვე იოჰანსენი, ბრიტანული წარმოშობის სამხრეთ აფრიკელი მეცნიერი, იგი პოულობს თელ ოჯახს. ეს არის 9 უფროსი, 3 თინეიჯერი და 2 ბავშვი. საკმაოდ კარგი დაცულობის პალეონტოლოგიისთვის კარგი დაცულობა ითვლება ის, რომ თქვა 20% მაინც არის ძვლები შენარჩუნებული. 3.200.000 წლის ცოცხალი ორგანიზმი, ავსტრალოპითეკუს აფარენზის, რომელიც აშკარად დგას ორ ფეხზე. თითები აქვს ძალიან გრძელი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ხეს იგი ვერცხილდება. აი ეს ცერათითი ძალიან მაგარი რამე გვაქვს. რომლითაც ვაკეთებთ ჩვენ ყველაფერს. ჩვენ ნებისმიერი ერთი თითის დაკარგვა დიდ არაფერს ზიანს არ გვაძლევს, მაგრამ აი ცერათითის და წვრილი სამუშაოების გასაკეთებლად გვჭირდება აი ეს ცერა, რომელიც ლუსის დამხმარეა ყველაფრის. ყველაფრის ფაქტიურად ჩვენ აი ამ მოჭიდებას, რაღაც ფაქიზ მოძრაობებს ყველაფერს ვაკეთებთ აი ამის დახმარებით, რომ ის არის პერპენდიკულარულად ხელის გულისა. აი ეს ხელი ჯერ კიდევ ლუსის აქვს ცერათითი ხო? ნუ ფაქტიურად ცერა ჯერჯერობით ისე არ არის, როგორც უნდა კონდეს თუ რაღაცა შეასრულოს. მოჭიდებას უფრო ალბათ ხეებზე სასიარულოდ ჭირდება მას თავდასაცავად, ასევე იქ ალბათ ბუდეებსაც იკეთებდა როგორც თანამედროვე შიმპანზეები და ალბათ ნუ ძირითადად იკვებებოდა იმ ნაყოფით, რომელიც იქ იზრდებოდა. აი ეს შეკითხვა გვაქვს ახლა, როგორ აი დაახლოებით თუ გვაქვს წარმოდგენა, როგორი გონება უნდა ქონოდათ მას და როგორი შესაძლებლობები. ანუ აი მაგალითად იგივე შიმპანზესა და მათ შორის, ანუ აი ლუსის შორის სიტყვაზე, ანუ გონებრივი შესაძლებლობებში წესით განსხვავება უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი რამე? გონებრივი შესაძლებლობებს ნამარხებისას ვადგენთ ხოლმე ქალას სატვინე კოლოფის სხეულთან პროპორციაში. და მის მოცულობაში, ხო, ნუ ეხა მოგეცენებათ ადამიანს და ნეანდერტალელს ჰქონდათ ყველაზე ნეანდერტალელი ჩვენ გვჯობდა კიდევ უფრო დიდი თავი ჰქონდა. ეხა ძალიან დიდი თავი, დიდი ტვინის მანიშნებელი ყოველთვის არ არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მოცულობა ტვინის, ანუ hard disk-ი, რომელიც 1 ტერაბაიტიანია, ვთქვათ, ჩავთვალოთ ადამიანებში, იქ ალბათ იქნებოდა სადღაცა 2-3 მეგაბაიტიანი, იმიტომ რომ პატარა თავის ტვინია, ვარაუდობენ, რომ რაღაცა შეიძლება ისევე როგორც შიმპანზეები და სხვა შორის დაბალი რანგის მაიმუნებიც, ყუდიანი მაიმუნებიც იყენებენ იარაღს. შიმპანზე და გორილა მაგალითად ქვას იყენებს როგორც იარაღს თავდასხმისთვისაც, რაღაცის გასატეხადაც, ანუ მათ ეს მარტივი პრიმიტიული და სხვა შორის გადაცემენ ერთმანეთს. დაახლოებით ასეთი ტიპის მოქმედებებს როგორც ჩანს მაინც აკეთებდა, იმიტომ რომ თლად დებილიც არ არის. პატარა ტვინი აქვს მართალია, თვითონ პატარა ტანად, მაგრამ რადგან სადღაცა როგორც ვარაუდობენ 1 მილიონი წელი მაინც გაძლო ძალიან ცუდ პირობებში, იმიტომ რომ ეს არის აფრიკა, რომელიც დასახლებული არის იმ პერიოდში
უამრავი მტაცებელით. ეხლა ის მტაცებელები, რომლებიც იქ არიან დღეს, ლომი და ლეოპარდი მაგალითად, იმ მტაცებლებთან, რომელსაც ლუსი შეესრო, პატარა ბავშვები არიან, იმიტომ რომ ეს არის გიგანტური მთლად ხმალტვილა ვეფხვი არ არის, მაგრამ ლეოპარდი არის, რომელიც არის თანამედროვე ლეოპარდზე გაცილებით დიდი. თუ სადღაც აღმოჩნდა და რაღაცა რომ სპეციალურად დამუშავებულ იარაღს იგი იყენებდა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, ეხლა თქვა იგივე შიმპანზე არ ამუშავებს იარაღს. იგი ქვას იყენებს უბრალოდ როგორც იარაღს, მაგრამ მას სპეციალურად რაღაც ფორმას არ აძლევს. რასაც ჩვენ შემდეგ ვნახავთ უკვე. ხო, ანუ სადღაც დაახლოებით აი ამ ადგილას ხდება გაყოფა იმ ჯგუფებად, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს არის შიმპანზეს და ბონობოს ჯგუფი 1, მეორე ეს არის აღმოსავლეთ და დასავლეთ გორილების ჯგუფი და უკვე აი ზედა ხაზი არის სადაც ჩვენც ვართ. ყველაზე პირველი პრინციპში ითვლება, რომ აი ეს სახელანთროპი, რომელიც 6-7 მილიონი წლის არის და ვარაუდობენ, რომ ის არის სწორედ ჩვენი უახლოესი ნათესავი იმ შორეულ წარსულში იყო, რა თქმა უნდა, ხეზებინადარი, ჰქონდა ძალიან პატარა თავის ტვინი, მაგრამ უკვე კბილები უპატარავდება მას, სახის ნაწილი ისე გამოწეული არ არის და ეს მაიმუნებისთვის არის დამახასიათებელი, ძირითადად მასიური ყბები, მასიური სახის ნაწილი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ეთყობა, რომ იგი არის შედარებით უკვე პროგრესისკენ მიდის, ანუ აღარ არის ისეთი ცხოველური, როგორიც, ვთქვათ, მისი წინაპრები არიან. პრიმატი, რომელიც მეტნაკლებად გავს შიმპანზეებსაც, გორილებსაც და ადამიანის ჯგუფის პრიმატებსაც, ითვლება, რომ აი ეს არის ეს სახელანთროპი, სახელის უდაბნოში არის ნაპოვნი, აი ზოლში, რომელიც სხვათა შორის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ ზოლად დედამიწის ზურგზე და რომელიც დღეს ეს ცოტა მე ხა ეკოლოგიაში გადავალ და უკვე თანამედროვე ადამიანმა რაკნა 200 წლის განმავლობაში აი ეს ყველაზე ნოყიერი სახელის სარტყელი მან გაანადგურა თავისივე საარსებო გარემო და დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობა გახლავთ სწორედ იმ ადგილას, სადაც ყველაზე კარგი მდგომარეობა უნდა იყოს. აი ეს გახლავთ ჩვენი ლუსი, რომელმაც გამოიწვია დიდი სენსაცია, რომელიც ცხოვრობდა 3 და 8-დან 2 და 9 მილიონ წლამდე, ანუ თითქმის მილიონი წელი. შემდეგ თუ აღმოჩნდება მისი ნაშთები კიდევ უფრო ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, გაიზრდება მისი ასაკი, მაგრამ საკმაოდ წარმატებული ბიჭია და გოგოა, როგორც თქვი, მთელი ოჯახია ფაქტიურად და მთელი ჯგუფია აღმოჩენილი, 9 უფროსით, 3 თინეიჯერით და 2 ბავშვით, რომლებიც როგორც ჩანს, ვულკანის ამოფრქვევის დროს არიან დაღუპულები. მილიონი წელი არსებობს, ანუ საკმაოდ დიდი ხანი არსებობს და საკმაოდ აგრესიულ გარემოში. ანუ ლუსი ითვლება ფაქტიურად უკვე ადამიანის აი იმ სამი ხაზი, რო ვთქვი მე, რომ ეს არის გორილების, შიმპანზეების და ადამიანის მაგვარების, უკვე ნამდვილი ადამიანის მაგვარების, ჰომინინების, სწორედ მათ პირდაპირ წინაპრად. ეს ტაუნგას ბავშვი, ესეც გახლავთ უკვე ავსტრალოპითეკის თუ არის აფარული ავსტრალოპითეკი, ეს არის აფრიკული ავსტრალოპითეკი, ეს განსხვავებული სახეობა, მაგრამ ძალიან ახლოს არის აფარენზისთან, ანუ აფარელთან. ეს ტაუნგას თავის ქალა იპოვეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ. თავარია მას ჰქონდა ძალიან კარგი ტვინის ყალიბი, აი თქვენ თუ დააკვირდებით, აი ამ ნაწილში. თავის ქალას ანუ შლამით ამოცების შემდეგ დარჩა ყალიბი, რომელიც მთლიანად იმეორებს თავის ტვინის გარე ზედაპირს. როგორც ჩანს, აი ეს ტაუნგას ბავშვი უკვე თავის ტვინით და ზომით შეფარდებით სახესთან და ტანთან უკვე რაღაც აზროვნების რაღაც გარკვეულ ნიშნებს ამჟღავნებს. ის რომ ეს ცხოველები სოციალურები იყვნენ, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, იმიტომ რომ მაიმუნები დღეს ფაქტიურად ყველა სოციალური არსებაა და ეს პრიმატებისთვის დამახასიათებელია. რა თქმა უნდა, ეს თვისება გადაეცათ უკვე ადამიანის პირდაპირ თავმოყრებსაც. და უკვე მივდივართ გვარამდე, რომელსაც ქვია ჰომო. ჰომო, რომელიც უკვე ჩვენი გვარია, ანუ ადამიანია. ჰომო, ეს გახლავთ ჰომო ჰაბილისი, რომელიც ერთ ჩაგეკითხებით უბრალოდ. ადამიანი ხო ვიცით რომ ბევრი სახეობა და აი ადამიანს უშუალოდ რომელ სახეობად? ანუ მაგალითად ლუსი არ არის ხო ადამიანი? ხო, ლუსი არ ითვლება ადამიანად. კი, აი ჰომო სადაც შემოდის. მიუხედავად ნეანდერტალელის ადამიანია. ხო, ნეანდერტალელი თლათ ეხლა ზოგიერთი კლასიფიკაციით ჰომო საპიენს ნეანდერტალენზის არის.
ანუ ქვესახეობად ითვლება ადამიანის, თუმცა გენეტიკური ის, მაგამდეც მივალთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჰომო, რომელსაც უკვე ჩვენ ადამიანს ვეძახით და არა ვთქვათ ავსტრალოპითეკს, ანუ სამხრეთულ მაიმუნს ვეძახით, მაშინ ლათინურ დასახელებაში ჩანს უკვე რომ ეს პითეკია და არა ჰომო. ჰომო რასაც ქვია, რითი გამოირჩევა ის მაიმუნებისგან, რომ იგი იწყებს უკვე დამზადებას, იარაღა თქواس იყენებს, მაგრამ პლუს ამზადებს. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ისეთი დახვეწილი, რომელიც მომავალ ჰომოებს აქვს, ისეთი დახვეწილი არ არის, მაგრამ უკვე რაღაცა ფორმას აძლევს, რაღაცა და უკვე მისი სიმაღლე არის მეტრი, მეტრ-20, არ არის ადამიანის მაღალი. და 2 მილიონი წლის წინ ჩნდება პირველად ოლდუაის ხეობაში, ისევ ეს არის კლონდაიკია პალეონტოლოგებისთვის საფრიკაში. ტვინის მოცულობა უკვე საკმაოდ კარგად აქვს 600 და 700 კუბურ სანტიმეტრამდე, ეს არ არის ცოტა, როგორც ვარაუდობენ ამ ტვინით მას უკვე შეეძლო ბევრი ისეთი რამის კეთება, რაც მის წინამორბედებს არ შეეძლო და რაც მთავარია. იგი გადადის ინტენსიურად ხორცის ჭამას. ვეგეტარიანელები და ვეგანები რო არ გამიბრაზდნენ, ხორცით კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჰომოების ადამიანად ჩამოყალიბებაში. ხორცი იძლევა ძალიან მაღალ ენერგეტიკას. ძვლის ტვინი, რომელიც ძალიან უყვარდათ ჩვენს წინამორბედებს, ეს არის კონცენტრირებული ცხიმის და ცილების ნაზავი. არ არსებობდა ჰომო უკვე, რომელიც იარაღს იყენებდა, რომელიც არ ტეხდა ლულოვან ძვლებს და არ იღებდა შიგნიდან ძვლის ტვინი არის მათთვის ძალიან გემრიელი და იგი აძლევს მათ დიდი ენერგიის წყაროს. და რაც თავარია, ჩვენი ტვინი ცხიმოვანი ქსოვილია, იგი შედგება დიდი რაოდენობით წყლისგან, მაგრამ ამავე დროს იგი შედგება დიდი რაოდენობით ცხიმისგან. ცერატიტი უკვე წამოსული არის პერპენდიკულარულად მთლიანი ხელისგულის, მაგრამ მისი თითები გრძელია და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი რაღაც პერიოდს მაინც ატარებს ხეებზე. ესეც ერთ-ერთი ესეთი ცეცხლს ვერ ანთებს სავარაუდოდ. სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, იგი ცეცხლს ჯერჯერობით ვერ იყენებს. ჰაბილისი დაარქვეს, ანუ მარჯვე ადამიანი, იმიტომ რომ პირველად გამოჩნდა 2 მილიონი წლის წინ ეს არსება, რომელმაც დაიწყო იარაღის კეთება, ანუ ქვის იარაღად გამოყენება კი არა, უნდა გაუმიჯნოთ. ქვას ისევ მეორე ბევრი ცხოველი იყენებს. გამიზნულად აკეთებს იარაღს. არის ძალიან პრიმიტიული ეს იარაღები, მაგრამ მაინც უკვე ეტყობა, რომ ეს იარაღია და ანუ არა უბრალოდ ქვა. და მას მოსდევს ესეთი საკამათო სახეობა ჰომო ერგასტერი, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი ფიზიკური აგებულებით. ეს არის მომუშავე ადამიანი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ცხოვრობს პარალელურად ჰომო ჰაბილისისა, იმავე პერიოდში ჩნდება დაახლოებით, მისი არსებობა გრძელდება დღევანდელი მონაცემებით სადღაც 600,000 წელი, აქვს საკმაოდ კარგად გამოხატული თავის სატვინე კოლოფი, თავისი 900 კუბური სანტიმეტრი ტვინით და არის საკმაოდ მაღალი, რაც ძალიან საინტერესოა თვითონ ამ ჰომოების ისტორიაში, იმიტომ რომ ფაქტიურად ამ სიმაღლე ჰომო სხვა არ აქვს. პროპორციები უკვე ფაქტიურად ადამიანის აქვს, ანუ ხელები ამოდის გაცილებით ზემოთ, ვიდრე მუხლებია, მუხლებს ცდება ზემოთ. ანუ ხელი უკვე იღებს უпроსორად ძალიან დიდ ფუნქციას თავის თავზე. საკმაოდ მძლავრი აგებულებისაა და იწყებს, რა თქმა უნდა, ასევე იკვებება ხორცით. ცეცხლს ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გამოყენება ჯერ არ შეუძლია, მაგრამ საკმაოდ განვითარებული ინტელექტი აქვს და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ ერგასტერის მიერ დამზადებული კარგი იარაღები და თქვათ ცეცხლის მოპოვების, შენახვის და გამოყენების მეთოდებიც ალბათ ოდესმე აღმოჩნდეს. მაგრამ მე რატო ვთქვი, რომ ერგასტერი არის საკამათო სახეობა? იმიტომ რომ ამავე პერიოდში ჩნდება ძალიან საინტერესო სახეობა, კერძოდ ჰომო ერექტუსი, იგივე პერიოდში, ცოტა ადრეც კი, რომელიც ასევე არის ძალიან პროგრესული. მართალია მისი ტვინის მოცულობა დაახლოებით ისეთივე ზომის აქვს, რამდენიც ჰომო ერგასტერს. სიმაღლეც უფრო დაბალია, მაგრამ ხდება საკმაოდ გიგანტური პერიოდისთვის ეგზემპლარები 185 სანტიმეტრის სიმაღლის და უკვე იგი იყენებს, მოიპოვებს და ინახავს ცეცხლს.
ანუ ეს არის ფაქტიურად ეს ერექტუსი, ანუ გამართულად მოსიარული ადამიანი, ლათინურიდან რო თარგმნოთ. ჩნდება სადღაც 2 მილიონი წლის, 2 მილიონი 100,000 წლის წინ და ბოლო მისი ნაშთები ყველაზე ახალგაზრდა ნაპოვნი არის კუნძულ იავაზე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში Homo sapiens მოესწრო ესე იგი. კი, Homo sapiens-ს ნეანდერტალი ყველას მოესწრო ფაქტიურად, ეს ოღონდ იავაზე, სოლომენი არის ესეთი, სოლო არის კუნძული იავაზე, რომელზეც ახლახანს აღმოჩნდა ნამარხები, რომლებიც აშკარად ერექტუსები არიან და როგორც ჩანს, აქ იზოლაციაში ისინი კარგახანს ცხოვრობდნენ. ზოგადად ძალიან აქტიური და მოუსვენარი ტიპია. იმიტომ რომ 2 მილიონი წლის წინ ჩნდება აფრიკაში და უკვე 200,000 წლის და 300,000 წლის მერე უკვე აგერ საქართველოში მოდის. კავკასიაში. საქართველოს მაშინ არ არსებობდა და კიდე ძალიან დიდხანს არ იქნება, ხო? სხვა შორის იავაზე არის აღწერილი პირველი ნაშთები ნაპოვნი არის ერექტუსების კუნძულ იავაზე, ინდონეზიაში. ეს ხდება 1891 წელს ეჟენ ჯუბუას მიერ, ფრანგი მეცნიერია, რომელმაც მას დაარქვა პითეკანტროპი. პითეკანტროპი ანუ მაიმუნ ადამიანი. პიტეკი და ანთროპოსი. კოსმოსურ ოდისეაში არის ხო, პითეკანტროპები არიან. ხო, და ეს პითეკანტროპები ფაქტიურად შემდეგ უკვე ეს ხდება მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი უამრავი არტეფაქტი, რომელიც აფრიკაში და მათ შორის კავკასიაშიც მოდის. დღეს დადგენილია, რომ ეს პითეკანტროპები ფაქტიურად არიან ჰომოები და ერექტუსები. არანაირი პითეკი იქ შიგნით არ არის, ანუ მაიმუნის უკვე ძალიან ცოტა. დღეს იგი არის უკვე ჰომო. ამზადებს უკვე ძალიან სერიოზულ იარაღებს და რაც მთავარია და რაც აძლევს მას ძალიან დიდ უპირატესობას სხვა ჰომოებთან შედარებით, ეს არის ცეცხლის გამოყენება. ცეცხლი მოგეხსენებათ არის სითბო, ცეცხლი არის თავდაცვა მტაცებლებისგან და რაც მთავარია ცეცხლი არის ანუ ხორცის შეწვა, ანუ ხორცის ცილების გარდაქმნა ადვილ მოსანელებელ ცილებად. ეს ძალიან დიდი პროგრესია. ეს უკვე ეტყობა მას, რომ ამას აკეთებს, უკვე მის ტვინზეც ეტყობა, იმიტომ რომ იზრდება თავის ტვინის მოცულობა, იგი ხდება ძალიან აქტიური, იწყებს აღარაცხობს უკვე აფრიკა და მიდის ისრაელის გავლით. მე დღევანდელ გეოგრაფიულ სახელებს ვიტყვი უბრალოდ, იმიტომ რომ მაშინ არის, ხო? ჩრდილოეთისკენ გადის არაბეთის ნახევარკუნძულს, ერთი ნაწილი ხდება ჩვენთან კავკასიაში, მეორე ნაწილი მიდის აღმოსავლეთისკენ და მიდის აზიისკენ და ერთი ნაწილი გადადის დასავლეთისკენ უკვე მაგალითად იგივე გერმანიაში, რომელზეც ჩვენ ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ერთი შეკითხვა გამოჩნდა უბრალოდ. ეხლა ეს ჰომო ერექტუსი რომ გაგვეზარდა, ანუ ჩვენ რო გაგვეზარდა რა, პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცას ჩვილი ჰომო ერექტუსი ჩაუვარდა ხელში და ჩვენს გარემოში ვზრდით რა. როგორი წარმოდგენა გვაქვს დაახლოებით როგორ ანუ რა შეძლებდა რა ანუ სკოლაში შეძლებდა სიარულს არა სკოლაში ალბათ ვერ შეძლებდა იმიტომ რომ მეტყველების ერთ-ერთი წინ გამოწეული ნიკაპი რომელიც დანაწევრებულ მეტყველებაში გვეხმარება ჩვენ იმიტომ რომ აი ეს კუნთები, ენის კუნთები, ტუჩების კუნთები რომლის საშუალებითაც ჩვენ დანაწევრებულად შეგვიძლია საუბარი თითეული ბგვერის გამოთქმა ეს ამათ ჯერ არ აქვს მათ ალბათ აქვს და რადგან სოციალურები არიან და ამდენ სახერხებენ რომ ერთად ცხოვრობენ და ცეცხლსანთებენ და ერთად ნადირობენ და ასე შემდეგ და ალბათ რაღაც სასიგნალო სისტემა მათ აქვს მაგრამ დანაწევრებული საუბარი არ შეუძლიათ. ან მეტყველება არ უნდა კონდეთ. თეორიულად თუ აღმოჩნდა მისი სრული გენომი, თუ ვიპოვეთ ჩვენ ისეთი ფრაგმენტი თქვათ რომელშიც ძირითად კბილებში ინახება ხოლმე კარგად. ერთ დნმ-ში ხო ფაქტიურად ჩაწერილი არის მთელი ის პროგრამა, რომლითაც რა თვალისფერი ქონდა ადამიანს, ხელი რამ სიგზე ქონდა და ფრჩხილი საიდან ეძებოდა. ეს ყველაფერი არის აი გენეტიკურ კოდში ეგრეთ წოდებულში კოდირებულად ჩადებული და ამის სეკვენირებას და ამის გაშიფრვა დღეს ძალიან ადვილად ხდება, მთავარია იპოვო აღმოაჩინო და კარგად გაშიფრო ეს გენი, ეს გენეტიკური მასალა და შემდეგ უკვე მოახდინო მისი კლონის გაკეთება. არ ვიცი, ნახოთ, იმდენად სწრაფად მიდის მეცნიერება წინ, იმდენად ბევრი აღმოჩენები კეთდება და იმდენად ადვილდება ბევრი რამ, რომ
არაფერი არ არის გამორიცხული, ასე რომ შეიძლება ჩვენს მომავალ თაობებს ან თქვენს თაობას ყოველ შემთხვევაში მოესწროს ვიღაც შვილად აყვანილი Homo erectus-ი ნახოთ. ორ ფეხზე გამართულად დგას, დარბი ძალიან კარგად არის ფიზიკურად გამძლე, როგორც გითხარით და ბოდიალაა რა, ანუ არ ჩერდება ერთად დღეს. დადის. ეგაა ძალიან უცნაური, რატო დადის? ხო, აი დადის, ალბათ რესურსებს ეძებს? ალბათ რესურსს ეძებს, ალბათ ცხოველის და ადამიანისაც ინტელექტი გამოიყადება ყოველთვის ინტერესში, თუ რაღაცით ინტერესდება ის. და შემდეგ ეძებს იმ საინტერესოს ახსნას, ხო? თქვათ იგივე ყვავები და ყორნები რატო ითვლებიან და კაჭკაჭები ფრინველთა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიანებად და თუთიყუშები. იმიტომ რომ ინტერესიანები არიან. იგივეა თქვათ მაიმუნები ყველაზე ინტერესიანი ცხოველები ხა ადამიანებსაც ეს განასხვავებს, სხვა იმისგან რომ ძალიან ჩვენ ძალიან ინტერესები გვიჩნდება და შემდეგ ამ ინტერესების ამოხსნა გვინდა. შეიძლება ესეც იყოს. ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა შეუძურათ მათ თვინში ისეთი ზუზუნი დაეწყოთ, რომ აი ადგნენ და წავიდნენ, იმიტომ რომ მანდამაინც დიდი კლიმატური ცვლილებები აფრიკაში ამ დროს არ ხდება, რომ თქვა ეს ხალხი ადგეს და დაიძრას იქიდან. ეხლა მაგალითად დმანისში აღმოჩენილი თქვა ეს ხუთი თავის ქალა და კიდე ფრაგმენტები ძვლების იმაზე მიუნიშნავთ, რომ ერთდროულად არის დაღუპული. ხო, ამაზე ცალკე მე დმანისზე ცოტა ცალკე ვილაპარაკებ, მაგრამ აქ აშკარად ჯგუფი ცხოვრობს. ეხლა ოროზმანში აღმოჩნდა კიდე კბილი, არ ვიცი იმ კბილის ბედი როგორ გადაწყდა რაღაც. ნუ იქვია ეს ოროზმანი. იქ კიდე ბევრი რაღაცა გამოჩნდება, ძალიან საინტერესო ადგილი. აი, კი ვთაუბრობთ ამ Homo erectus-ზე, ძალიან საინტერესო რაღაც ვით, რომ ანუ თანაცხოვრებ პერიოდი დაემთხვა რა Homo sapiens-თან და გულისხმობ იმას, რომ ანუ როცა ბოლო პერიოდში Homo erectus კიდე არსებობდა, მაგ დროს უკვე Homo sapiens-იც არსებობს, მაგას გულისხმობ. დროში დამთხევა რაღაც დონის მოხდა, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ 300,000 წლის წინ თუ Homo sapiens და ეს ბოლოს 15,000 წინ თუ 115,000 წინ ხვდება ბოლო Homo erectus, იგი რაღაც პერიოდი დაემთხვა. რა თქმა უნდა, კი. ან ჩვენ რა ინფორმაცია გვაქვს იმ ხრივან უშუალოდ როგორ ხდება ამის გამოყოფა და მაინტერესებს ან გასაგებია რომ ესენი არსებობს სახეობებმა რა ის არ ვიცით აი უშუალოდ აი Homo sapiens-ი უშუალოდ რა ევოლუციას განიცდის მაგას ვერ ვამბობთ ხო ანუ აი რისგან გამოდის ესე ვთქვათ აი სცენაზე რისგან ამოდის Homo sapiens-ი ხო აი მივალთ მაგამდე მაგრამ უნდა წინასწარ უნდა გითხრათ რომ როგორც ვარაუდობენ ეს არის, კრომანიონელები, რომლებიც თქვათ ევროპის პირველი Homo sapiens-ები არიან, მაგრამ მანამდე არიან აფრიკელები, ხო? ჩვენ აფრიკიდან მოვდივართ. ამაზე მე ვიტყვი ორ სიტყვას, უბრალოდ მე მინდა Homo erectus-ებზე დავამთავრო ის, რომ საინტერესო ტიპები არიან თვითონ იმ ხრივ, რომ თქვათ, ბევრი არის მათი ნაშთები ნაპოვნი, ძალიან ბევრს გვაძლევს ჩვენ. ცედა ხა ერთი ეგზემპლარი რო იპოვოთ თქვენ და თქვათ ის აღმოჩნდეს რაღაცა სინდრომით დაავადებული ხო არ არის გამორიცხული და ჩვენ თქვათ რომ აი 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა აი ესეთი თავის ქალას და ესეთი მონგრეული ყბების მქონე რაღაცა მთელი პოპულაცია ესე არ არის ხო ეხლა დღეს თქვენ ეხლა იგივე ავტობუსს ვახსენებ ერთ ავტობუსში ყველას თავის ქალა რო გაზომოთ ყველა სხვადასხვა ფორმის და ზომის იქნება ანუ ერთი ეგზემპლარით დადგენა, თქვათ, მთელი პოპულაციის, რომელიც მილიონობით წლების განმავლობაში ცხოვრობდა, შეცდომაც არის და არასწორია. ერთი ვიპოვეთ ჩვენ, თქვათ, 2 მილიონი წლის მერე და თქვით, რომ ყველა იყო ჭარბწონიანი, ყველას ჰქონდა დიდი თავი და ყველას ჰქონდა მონგრეული ცხვირი, არ გამოვა. მთლიანობაში, ამიტომ არის Homo erectus-ი საინტერესო, რომ მისი ბევრი ნაშთია ნაპოვნი. ანუ კარგად ვიცნობთ ჩვენ ამ Homo-ს. დიდი ვარიაციებია, მათ შორისაა, თქვათ, იგივე დმანისელებში. ეს მეხუთე თავის ქალა, ყველაზე ესეთი მასიური, რომელიც არის, მას ყველაზე პატარა ტვინი ჰქონდა. მოხუც ადამიანს, რომელსაც erectus-ები უვლიდნენ, ეს დმანის ერთ-ერთი უნიკალური მომენტია, რომ უკბილო ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში უკბილო იყო, იმიტომ რომ მას ის ალვეოლები, რომლებშიც კბილებია, უკვე შეხორცებული აქვს. ანუ დიდი ხანია ის მოხუცია, დიდი ხანია უკბილოა, erectus-ისთვის ბებერია. მას ყვებავენ უკვე რაღაც სოციალური კი არა და ზრუნვის მომენტები აქვს გაჩენილი. მოზარდი, რომელსაც თავის ქალას სატვინე ნაწილი უფრო პროპორციულად უფრო მეტი აქვს, ვიდრე თქვათ იმ დიდ ეგზემპლარს, დასრულ ეგზემპლარს. ანუ ეს მთელი ოჯახია ფაქტიურად ერთი ჯგუფის წევრები არიან ჩამარხულები 4 წელს გაგვაგებინეთ ჩვენ. რომ დმანისის აი დიდი ორმოები ამოთხრილი, სადაც ინახავდნენ შუა საუკუნეებში მარცვლეულს. ეს ხაროები იყო ამოლესილი თიხით და არქეოლოგიური გათხრების დროს ერთ-ერთი თიხის ნატეხი ჩამოძვრა და ჩვენ დაგვირეკეთ რომ რაღაცა ძვლები აი ამ კედლებში.
ნუ ჩავედით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ყოველთვის ეგეთ სიგნალებზე დავდიოდით ხოლმე, ზოგჯერ ნაჭამძლებს გადავაწყდებოდით ხოლმე მართალია და ახალ ნაკეიფარს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არ ტოვებდით ხოლმე არასდროს ეს დანაშაულის ადგილს. მივედით და მართლა აღმოჩნდა, მე დაიწყო იქ გათხრები, აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ფაუნა, ეს იყო აფრიკული სავანის ტიპის ფაუნა, გიგანტური სირაქლემით, ხმალკვილავე, ლომით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გიენაც იყო, აფთარი იყო და ესეც საინტერესო ფაუნა და პარალელურად ჩვენ გვხვდებოდა ესეთი საინტერესო იარაღები, რომლებსაც აი ეს არის დმანისში აღმოჩენილი იარაღები და მაშინ გამოვთქვით ესეთი იმ დროისთვის ძალიან ერეტიკული აზრი, რომ შეიძლება აქ ადამიანიც იყოს. ნალექები უკვე დათარიღებულია 2 მილიონი წელი ქონდა ჩვენ დათარიღება ცხოველთა ნაშთების მიხედვით და იმ ვულკანური ფერფლით, რაც ამ ნაშთებთან ერთად იყო. პალეონტოლოგებმა მოიწვიეთ არქეოლოგები და მაშინ გავაჟღერეთ პირველად, რომ არ არის გამორიცხული, რომ დმანისში იყოს პრიმიტიული ადამიანის ფორმა, რომელიც ამზადებდა ქვებს. ნუ ჩვენ იქ ლამის სკამები არ უსვრიათ ჩვენთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგად გაგვაკრიტიკეს, რომ რა დროს რა უნდა ადამიანს 2 მილიონი წლის წინ ჰომოს ზოგადად რა უნდა საქართველოში, თან დმანისში. მოკლედ ასე ჩამთავრდა მაშინ ეს ამბავი, თუმცა ჩვენსაც ვაწვევოდით, რომ მაინც რაღაცა ადამიანი იქნება და ის სწორედ მე უკვე წამოსვლას ვაპირებდი კიდეც ინსტიტუტიდან პალეობიოლოგიის, იმიტომ რომ იქ 7 ლარი მქონდა ხელფასი და ამით მე ოჯახს ვერ გამოვკვევოდი და წავედი მეტხელფასიან სამსახურში საერთაშორისო ორგანიზაციაში და სწორედ ამ პერიოდში ჩემმა დირექტორმა ლეო გაბუნიამ მე დამირეკა და მითხრა რომ მოდი რაღაცა უნდა გაჩვენო და მივედი და მართლა საოცრება იყო ეს ქვედაყბა, რომელიც ნაწილობრივ მე გავწმინდე, ხელი რომ მოვკიდე მართალი გითხრათ რაღაც შეგრძნება იყო, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც შეხება საოცრებასთან. წარმოუდგენელ რაღაცასთან ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ეს არის რაღაც საინტერესო ადამიანი, სავარაუდოდ უკვე მაშინვე გამოითქვა აზრი, რომ ეს არის Homo erectus-ი, თუმცა შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როდესაც თავის ქალები აღმოჩნდა, მას დაარქვეს Homo ergasterიც იყო ის, შემდეგ Homo georgicus-იც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მას დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახელი და დღეს იგი არის ცნობილი როგორც Homo erectus და ზოგჯერ georgicus-საც ამატებენ ხოლმე. 5 უნიკალური თავის ქალა, წარმოუდგენლად უნიკალური, ეს არის უნიკალური შემთხვევა პალეობიოლოგიაში და პალეონტოლოგიაში და არქეოლოგიაში, რომ ასეთი სრულყოფილი თავის ქალები იყოს ასაკის გეოლოგიურად და იყოს და სხვადასხვა ასაკის შიგნით თვითონ ეგზემპლარები. ანუ ყავს ბავშვიც, მოხუციც, ქალიც, ზასული მამაკაციც და პატარა გოგონაც. ანუ მთელი სპექტრია. უნიკალური რამ არის და აქედან გამომდინარე, აი დავით ლორთქიფანიძეს ახლა იცნობს მთელი მსოფლიო, როგორც აი ესეთი საოცარი აღმოჩენის და შემდეგ უკვე კვლევის ავტორს. აი ამ ყბაზეა სწორედ საუბარი, დიახ, აი ეს ყბა არის, რომელიც ხელში ეჭირა და არ მჯეროდა, რომ ნამდვილად ეს არ იყო ყალებიან სადღაცა ჩემი დირექტორის მიერ ჩემი გათამაშება, იმიტომ რომ იმდენად არა გველოდებოდით ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანის ძლები ძალიან თხელია, იგი ძალიან ცუდად ინახება და აი ესეთი ტიპის ყბა თავისი ჩაწიკწიკებული კბილებით, თავისი ფოსოებითაც, რომელიც კარგად ჩანს აქ. ჩვენ მოგცა იმის საშუალება, რომ უკვე დახედვისთანავე გვეთქვა, რომ ეს არის ადამიანი. ეს არის Homo და არის erectus-ი და ეს არის 2 მილიონი წლის წინანდელი, მაშინ ასეთი დათარიღება იყო, შემდეგ უკვე უფრო დაწვრილებითი დათარიღება. დათარიღებით 1.800.000 გაახალგაზრდავდა 200,000 წლით. ეს რეგიონი ზოგადად გახლავთ ვულკანურად ძალიან აქტიური იმ პერიოდში, დღესაც აქ ბევრია ესეთი ჩამქრალი და მიძინებული ვულკანები და როგორც ჩანს ერთ-ერთი ვულკანის ამოფრქვევისას არის დაღუპული ეს ოჯახი. და საერთოდ ეს ფაუნა, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, ერთ ადგილას მოქუჩებული არის სხვადასხვა ცხოველების ძვლები და მათ შორის Homo erectus-ები. ანუ მოხდა რაღაც კატასტროფა, როგორც ჩანს, ეს ადგილი სადღაციდან ან წყალდიდობა იყო და მოხვეტა ეს მთელი დახოცილი ცხოველები და მათ შორის Homo-ები და ერთ ადგილას მოაქუჩა და ეს არის ესეთი ლინზა, რომელშიც დევს უამრავი ძვალი და რომელიც ჯერ კიდევ საკვლევია და საკვლევია. რა აღმოჩნდება იქ, არავინ იცის. ამიტომ დმანისი არის ისე ვიმეორებ უნიკალური ადგილსაპოვებელი, ასე ვეზახით პალეონტოლოგები და სწორედ ეს ქვედაყბა, მარჯვნივ რომელსაც ხედავთ,
მიესადაგა ზუსტად აი ამ გოგონას თავის ქალას, რომელიც უკვე მოგვიანებით იპოვეს და რომელმაც ძალიან დიდი სენსაცია გამოიწვია. ეს არის აი ის მამაკაცი, რომელზეც მე გითხარით, რომელსაც პატარა ტვინი აქვს და მან და მაინც ეთქვა გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩეოდა. აი ეს ის ახალგაზრდა ბიჭია და ეს არის ის მოხუცი, რომელსაც თქვენ ხედავთ, აი კბილების ფოსოებიც კი აქვს ამოვსებული. აქვს ერთი კბილი მხოლოდ, აქვს მეორე კბილის ფოსო დარჩენილი და ზედა და ქვედა ყბაზე და განლეულია აბსოლუტურად ქვედა ყბა. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მას უკუც მაცებდნენ საკვებს, მისთვის მოქონდა სპეციალურად აკეთებდნენ ამ საკვებს, იმიტომ რომ ამ კაცმა კარგა ხანს იცოცხლა მას მერე რაც ყველა კბილი დაკარგა. ეს არის დაახლოებით რამდენი წლის იქნება ნეტა ეს? ეს 40-45 წლის როგორც ვარაუდობენ. ну შეიძლება უფრო მეტი. და ისე რა ვიცით, აი სიცოცხლის ხანგრძლივობით ვიცით ესეთი სახეობები როგორც ცხოვრობდნენ? როგორც ვარაუდობენ ბიოლოგიურად. გეოლოგიურად ვიცით რამდენიცაც ხდნენ, მაგრამ თქვათო 100,800,000-ს, მაგრამ თვითონ ფიზიოლოგიური, ხო, ფიზიოლოგიური სიცოცხლე მათი როგორც ჩანს მაქსიმუმი ალბათ 45-50 წელი იქნებოდა, მაქსიმუმი. უკვე 40 წლის უკვე საკმაოდ ხანში შესულად ბებრად ითვლებოდა. ანუ ჩვენ პირობებშიც რო ეცხოვრათ, მაინც ანუ აი ჩვენ პირობებში რო ეცხოვრათ არ არის გამოიწვეული, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი წარმოიდგინეთ ჩვენ პირობებში 1,800,000 წლის წინ კი არა 50 წლის წინ იყო სხვა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ხო? ნორმალურ ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში 75-დან აიწია 85-მდე. ეს მოხდა ომის შემდგომ პერიოდში. ანუ საშუალო ხანგრძლივობა იყო სადღაცა 60 წელი, 62. დღეს არის უკვე 80 წელი, 85. სხვა ქვეყნებში ნაკლებია, ხო? იქ სადაც თქვა სამედიცინო დახმარებანავის არის, ცხოვრების წესი არაჯამთელია და ასე შემდეგ, იქ ნაკლებს ცხოვრობენ. მაგალითად ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან. გაცილებით 20 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე თქვა გერმანიაში და დანიაში და შვედეთში. იაპონია საერთოდ ჩემპიონები არიან. ანუ ცხოვრების ნირზეც არის ეს დამოკიდებული. იმაზე თუ რა ინფექციები და რა დაავადებები შეიძლება შეგეყაროს. არასრულყოფილი კვება ყოველთვის არ იყო, თქვა ხორცის მოპოვება ადვილი არ არის. იმას უნდა გამოეკიდო, ჩაუსაფრდე, მოკლა, თუ მოკალი და იქეთ თავს არ დაგესხა და არ გაგსრისა და არ შეგჭამა, მადლობა უნდა თქვა. ანუ საკმაოდ რთული ცხოვრება ქონდათ. ფაქტობრივად მთელი მათი ცხოვრება იყო საჭმლის მოპოვება, თავდაცვა და სექსი. გამრავლება, ანუ გამრავლება, თავდაცვა და ჭამა. ეხლა აი ესენი არის ხდნენ და თქვათ პრეზენტაციებს არ აკეთებდნენ ჩვენსავით, ხო? ეს იყო მთელი მათი არსებობის მიზანი და შთამომავლობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, რაც ყველას აქვს ამებადან დაწყებული ადამიანის ჩათვლით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სასიცოცხლო мотиваციაა, ხო, ფაქტიურად. აი ეს გახლავთ, აი პატარა თავის, აი ხედავთ, ძალიან დიდი სახის ნაწილი აქვს, კარგად ჩანს. აქვს თვალზე და ლილვაკები, აი ეს არის გამორჩეული, რომელიც შემდეგ კიდე გავყვება ჩვენ ნეანდერტალელებში და დენისოველებში. აი ეს ნაწილი არის შედარებით პრიმიტიულობის მაჩვენებელი, აი თვალზე და გადმოწეული ესეთი ლილვაკები და საკმაოდ პატარა მოცულობის თავის ტვინი. საკმაოდ მძლავრი ყბები, ეს კარგად იკვებებოდა, ალბათ ჭამის გამეც იმდენად პატარა ტვინი ჰქონდა, რომ ალბათ ჭამის და სექსის მეტი არაფერი არ აინტერესებდა მართლა. ნუ აი ეხა თბილისში ვინც ხართ და გაქვთ ბედნიერება. აი აქ ვარ ამყოფ, იცით, აი მარცხნივ რო გაზარდოთ ერთ წამით ფოტო. აი ხო ეს, აი მარცხნივ რომელიც არის, აი მაგასთან ერთად მოქვს ფოტო გადაღებული. ხო, ეს რეპლიკებია, რა თქმა უნდა, აქ თქვენ ნამდვილს არავინ დაგიდებთ, იმიტომ რომ ეს არის ოქროსზე კი არა და მათხელა ბრილიანტებზე უფრო ძვირფასი მონაპოვრები, ამდენს რეპლიკებია, მაგრამ ძალიან კარგად გაკეთებული რეპლიკებია. და ეს სწორედ ის ყველაზე ახალგაზრდა ერექტუსები, ეს არის ფლორესში აღმოჩენილი ერექტუსები. ეს არის ხობიტებს ეძახიან მათ კიდევ, იმიტომ რომ მაქსიმალური მათი სიმაღლე 1 მეტრია. აქ თავს იჩენს სხვათა შორის ძალიან საინტერესო მოვლენა, ეგრეთ წოდებული კუნძულისთვის დამახასიათებელი ლილიპუტობა. კუნძულებზე როგორც წესი,
შეზღუდული საკვების და შეზღუდული გადაადგილების გამო ცხოველები და მათ შორის ადამიანი იწყებს დაპატარავებას. ხობიტებთან ერთად მაგალითად ცხოვრობდა სპილო, რომელიც იყო დაახლოებით ჯორისხელა. ფლორესიანუსი დაარქვეს თავიდან, და შემდეგ უკვე მიხვდნენ, როდესაც გამოაქვეყნეს, შემდეგ ვიღაცა მიანიშნა, რომ ფლორესიანუსი გამოდიოდა ყვავილოვანი უკანალი, ამიტომ ფლორეზიენსის არის დღეს, ხო? აგერ ცხოვრობდნენ გუშინ წინ ფაქტიურად 90-დან 12000 წლამდე, ეს იყო საოცარი აღმოჩენა, აღმოაჩინეს ჰოლანდიელმა მეცნიერებმა და შემდეგ იქ დიდი ჭიდაობა წავიდა ინდონეზიელებსა და ჰოლანდიელებთან. 12000 წლის წინ უკვე ცხოვრობდნენ. 12 ხო, აგერ აი გუშინ წინ ფაქტიურად ჩვენი ისტორიული, ჩვენ უკვე რაღაც სოფლებს და იმგენს ვქმნით, ხო? ფაქტიურად ადამიანები უკვე ესე არიან, მაგრამ ესენი კიდე არსებობენ, ეს იზოლირებულად არის. ანუ მათ კონკურენტი ამ ფლორესზე, ამ პატარა კუნძულზე არ ყავდათ, როგორც ჩანს. ისინი განმარტოვდნენ იქ ეს პოპულაცია, რა თქმა უნდა, შიდა იმბრიდინგი, ანუ შიდა ახლონაცაური გამრავლებაც მიდიოდა, მაგრამ ძირითადად დაპატარავება დაიწყეს აი ამ შეზღუდული გარემოს გამო. დიდხანს დარჩნენ კი, მაგრამ აი 12000 წლის წინ მოვიდა ჩვენი ძმა, ჰომო საპიენსი და ეს ჰობიტებიც გაქრნენ. და მათი აღმოჩენა იყო მართლა საოცრება. მართლა საოცრება იყო, იმიტომ რომ მათ აქვს დაახლოებით ფორთოხლის ხელა ტვინი. მაგრამ იარაღებს ამზადებენ. კი, იარაღებს ამზადებენ, ცხოვრობენ გამოქვაბულებშია ყველა ნაპოვნი და თავიდან ერთი რო იპოვეს, შეიძლება საინტერესო ფაქტია, პირველი თავის ქალა რო იპოვეს, ნუ თქვენს რომ ეს ლევინის სინდრომი არის, როდესაც ადამიანს არ ყოფნის ჰორმონი ზრდისთვის. და ნუ ეს ლილიპუტობა სხვა არის, ლილიპუტებს ცოტა სხვა ჯუჯებს ცოტა სხვა ის აქვს და არის კიდევ აი ეს სინდრომია, რომელიც იწვევს სხეულის დაპატარავებას, ადამიანი არ კარგავს გამრავლების უნარს, იგი ჩვეულებრივი ის არის, მაგრამ ნუ არ იზრდება უბრალოდ ეს ჰორმონი წყვეტს მუშაობას და იფიქრეს რომ ესეთი ეგზემპლარი ვიპოვეთ ვიღაც ჰომო ერექტუსის, რომელსაც ეს სინდრომი ჰქონდა, ისევე როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს ემართება. მაგრამ მე მთელი ოჯახები აღმოჩნდა, იქ რამოდენიმე ათეული ის არის მაგალითად ლიბუას დიდი მღვიმე არის, იქ 14 აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ კარგი დაცულობის და სხვათა შორის დღემდე არის ამ კუნძულზე, ფლორესზე და კალიმანტანზე ორივეგან არის ლეგენდები ჯუჯა ადამიანების შესახებ, ებუგოგოს ეძახიან, ებუგოგო, რომელიც არის თხლად ბანჯულით დაფარული, არის ძალიან მუქი ფერის, არის პატარა და არის საკმაოდ აგრესიული. ასე რომ ებუგოგოები შეიძლება აგერ ჩვენს წინაპრებსაც სადღაცა ხვდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში ნამარხები ყველაზე ახალგაზრდა ნაპოვნი არის 12000 წლის. ანუ მე რას ვამბობ, ადამიანის ისტორიაში კიდევ ძალიან ბევრი ფურცელი ჩაიწერება ახალი, ასე რომ დაველოდოთ. აი ეს არის მისი თავის ქალა, ეს ინდონეზიელ პროფესორს უჭირავს ხელში, ხედავთ, საკმაოდ ლამაზი და პატარა მოკუსკუსებული თავი აქვს. აფრიკაში ლუი ბერგერი იყო, ეს არის უბრალოდ ესეთი მეცნიერი, ძალიან ავანტიურისტული მეცნიერია, ბევრი მოწინააღმდეგეები ყავდა, იმიტომ რაღაცებს პოულობდა აფრიკაში მუდმივად, რაღაც არასწორ ინტერპრეტაციებს აძლევდა მათ. ნუ ესეთი სკანდალური მეცნიერი ენთუზიასტი იყო, ასე ვთქვათ და მან დაიწყო იმ მღვიმეების შესწავლა, რომლებიც უკვე შესწავლილი იყო და სპელეოლოგების ჯგუფი შეკრიბა და ეს ჯგუფი წავიდა და რაღაც იმას ეძებდნენ. მოკლედ, მათ აღმოაჩინეს ასეთი დინალედის მღვიმე, რომელიც აღმოჩენილი იყო ადრე და ხალხი იყო შეგნით ნამყოფი, ამომავალი ვარსკვლავის მღვიმე ქვია მას და აი ჭრილში აქვს აი ესეთი ფორმა. ჩანს ხო? აი აქედან არის შესასვლელი ზემოდან. შემდეგ ჩადიხართ პირველ კამერაში, რომელიც არის ესე პატარაა და შემდეგ არის სუპერმენის გასაძრომი, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ამ სუპერმენის გასაძრომი არის მართლა სუპერმენი უნდა იყოს, რომ შიგ გაძრე ეს არის დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიმაღლის გასაძრომი. ნუ არ უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა, კლაუსტროფობია და არ უნდა გეშინოდეთ, რომ სადღაც გაიჭედები და რა თქმა უნდა, ჭარბწონიანი არ უნდა იყოს. გაძრნენ აი ამ იმაში აღმოჩნდა კიდევ ერთი დიდი, საკმაოდ დიდი კამერა, დარბაზი და ამ დარბაზზე უბრალოდ ერთ-ერთი ავიდა ზემოთ, რომ გადაეღო დარბაზის ზემოდან და აღმოჩნდა, რომ აქ კიდე გასაძრომია. ასეთივე ვიწრო, ცოტა უფრო ნაკლებად ვიწრო, სადღაც 30-40 სანტიმეტრის, უფრო ადვილად რო გავა შიგ ადამიანი და გასაძრომი უკვე თავრდება
აი ესეთი ვერტიკალური 12 მეტრის სიმაღლის და ასევე 40 სანტიმეტრის სიგანის ჭით. 12 მეტრი წარმოიდგინოთ ეს არის 5 სართულიანი სახლის სიმაღლე. არც ისე ცოტაა. გარისკეს ამ ორმა სპელეოლოგმა ვიდნენ აი ამ კამერაში. აი ბოლო კამერაში, ეგრეთ წოდებული დინალედის ჩამბერში და აღმოჩნდეს საოცრებათა ქვეყანაში. პალეონტოლოგისთვის, პალეოანთროპოლოგისთვის მთელი იატაკი ამ მღვიმის იყო გავსებული ძვლებით. ფოტოები გადაიღეს, ამოვიდნენ აჩვენეს ბერგერს და ბერგერმა კინაღამ ინფარქტი მიიღო, იმიტომ რომ ქვედა ყბები, ზედა ყბები, კბილები, რაღაც იქეთ ძვლები ჩანს, აქეთ ძვლები ჩანს. შეკრიბა კარგი ფული, National Geographic-საც გამოართვა, იქ Discovery, იქ ვიღაცას, ну მოკლედ შეკრა ექსპედიცია, მიიწვია რატომღაც სულ გოგოები, მაგრამ პირობა იყო რომ ყოფილიყვნენ გოგოები 60 კილოგრამზე ნაკლები, არ ქონოდათ კლაუსტროფობია. უკვე მისახვედრია რატო, ხო? აქ ყველა ვერ გადის. თვითონ ბერგერს მოუწია 5 წელი დიეტაზე ჯდომა, რომ თავისი თვალით მე ენახა ეს. ხო, ვერ ეტევა რა, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ეტევში. და დაიწყეს ამ ძვლების ამოღება და აღმოჩნდა, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული ტიპი ადამიანების, ჰომოების და მისი ასაკი არ გაინტერესებს, ეს არის 300-200 წელიანი. ძალიან მაიმუნია. საინტერესო ფაქტია კიდევ ერთი რამ. აი ამ მღვიმეში არ არის ნაპოვნი არც ერთი მტაცებლის, საერთოდ არც ერთი ძვალი არ არის ნაპოვნი სხვა ცხოველის. არც ერთი ძვალი არ არის დაზიანებული. ანუ არ არის მასზე თქვა კბილების ან კლანჭების ან რაღაცების კვალი. ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გამოდის რომ ვიღაცას სპეციალურად მოქონდა 200,000 წლის წინ, 300,000 წლის წინ, რა თქმა უნდა თავისიანს ისე აი გადიოდა ამ ჯოჯოხეთურ გზას და მარხავდა და ალაგებდა თავის მიცვალებულებს იქ, იმიტომ რომ არც ერთი ძვალი გატეხილი არ არის, რომ თქვა კანიბალიზმს ქონოდა ადგილი, მაგრამ თუ მანდამაინც შენი მეზობლის შეჭმა გინდა რაღა იქ ჩაძურები, ხო და ამ კატასტროფულ გზას გაივდი, ეგრე შეჭამი მაშინ კოცონის პირას სადღაცა დაჯდები. ანუ კანიბალიზმიც არ არის, მტაცებლის შეტანილიც არ არის და მტაცებელი ვერ შეიტანდა, იმიტომ რომ დაახლოებით არის 1500-მდე ძვალი აღმოჩენილი, რომელიც ეკუთვნის 20 სხვადასხვა ასაკის ეგზემპლარს. ისე ვიმეორებ, აი ეს გზა, რომელიც აი აქ არის ახლა ეს რეპროდუქციაზე, ხედავთ აი ეს ნალედები, რომლებიც არც ისე დიდი ფიზიკური აღნაგობით გამოირჩეოდნენ, 1.20 1.30 იყო მათი მაქსიმალური სიმაღლე და დიდი გონებრივი შესაძლებლობებიც არ ქონდათ. 60 კუბური სანტიმეტრი ქონდათ მხოლოდ ტვინი, ანუ სადღაცა ერგასტერების დონეზე. მაგრამ ცხოვრობს ფაქტიურად ეს ის პერიოდია, როდესაც პირველი ადამიანი ჩნდება აფრიკაში, ერგასტერები და ერექტუსები და ისინი არიან გაჯეჯილებულები, თავსოფლიოს მოდებულები და ეს ნალედები ცხოვრობენ აი ესეთ იზოლირებულად სამხრეთ აფრიკაში და ესეთ საოცრებებს აკეთებენ. ჯერჯერობით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესასწავლია, ეს ახალი აღმოჩენა 2015-ში იყო, მე მგონი პირველი და ჯერ კიდე ამოაქვთ იქედან ხდება მისი დახარისხება. სახეს ვარაუდობენ, რომ აი ესეთი ამ ტიპის იყო, ხედავთ თქვენ, ადამიანის სიმპათიური ბიჭი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესოდ იქცევა. ხმარობს იგი ცეცხლს თუ არ ხმარობს, არავინ იცის, სოციალური სისტემა რა თქმა უნდა ჩამოყალიბებული აქვს, თუ აი ამას აკეთებენ და რატომ აკეთებენ ამას, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პირველი ვინც ამას აკეთებს, ეს არის ნეანდერტალელი. ანუ მარხავს თავის გარდაცვლილ თანამოძმეს. მანამდე არც ერთ ჰომოს მსგავსი რამ, მსგავსი ზრუნველობა გარდაცვლილზე არ გამოულენია. და აი აქედან უკვე ჩვენ მივდივართ ნეანდერტალელებამდე და შემდეგ ცოტას უკან დავბრუნდები მე. ნეანდერტალელი ეს არის ფაქტიურად ადამიანი, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობდა. მას ჰქონდა ჩვენზე ზოგიერთ ეგზემპლარს იმხელა თავები აქვს, ჩვენზე მეტი ტვინიც ჰქონდათ მათ 50-100 კუბური სანტიმეტრი ზოგიერთს და ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ უკვე ევროპაში. ეს არის სუბთა ევროპული ჯგუფი, ცოცხალი ჩვენი ნათესავების, მათი გენომი თითქმის ბოლომდეა გაშიფრული, თეთრი ფერი, ცისფერი თვალები, წითური თმა. ჩვენ გვაქვს ფაქტიურად ამ ჯგუფისგან. ჯვარდებოდით მათთან, იშვიათ შემთხვევაში ჩვენში არის ნაპოვნი 3-დან 4%-მდე ნეანდერტალური გენები. ეს იყო საკმაოდ
ну ეხლა რო გააგეპარსა ჩაგეცვია და თქვა ქუჩაში გამოგეშვა და არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას. ნუ დაინახავდით მამაკაცს ან ქალს, რომელიც იყო ოდნავ წელში მოხრილი თავისი კუნთების და აი ამ ძვლების სიმძიმისგან, იყო საკმაოდ კარგი აღნაგობა ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა თვალებს ზემოთ აი ესე ბილუაკები, რასაც თქვენ აქ ხედავთ, გადმოშველი, გადმოწეული. და ფიზიკური შეძლებლობით ბევრად ძლიერი ვიდრე და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი. კი, იმიტომ რომ ეს ძვლებზეც ეთყობათ, მათ საკმაოდ ისეთი მკვრივძვალა, მსხვილძვალა ადამიანები და ამ სახეობას რო ეარსება დღეს, ალბათ სპორტში მარტო ესენი იქნებოდნენ ყველაფერი. დიდია სიმაღლით ნიანდერტალები. არ არის დიდი. ამაშია საქმე, რომ დიდი არ არის. პირიქით. შედარებით დაბალია, ტანმორჩილია, მაგრამ რასაც როგორც ამბობენ, ჩაფსხვნილია რა, ესეთი ჩაჯირკულია. უკვე, ფაქტიურად ესენი ადამიანები არიან, ყველაფრით. ცეცხლის მოპოვებაზე ლაპარაკი ზედმეტია, იარაღები, უნატიფესი იარაღებს ამზადებენ, ამაზეც საუბარი ზედმეტია. ხელოვნებაც აქვს, როგორც ხელოვნებაც ეხლა აღმოჩნდა, რომ აქამდე არ იყო უფრო თქვათ კრომანიონელების და საპიენსების ხელოვნება იყო ცნობილი, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა, რომ აქვს ხელოვნებაც. მარხავენ თავის მაგალითად შანიდარის ღვიმეში, ეს ერაყში გახლავთ, მარხავენ და ყვავილებსაც ატანენ. ანუ ყვავილებს ნახდებიან, ხო, შანიდარში. სადღაც მაგალითად საქართველოში ერთ-ერთ ღვიმეში ნაპოვნი არის მათ მიერ ღვიმის დათვების თავის ქალების ყველაზე შორეულ კუთხეში თავის ქალები არის დალაგებული, საკურთხეველივით აქვს თითქოს გაკეთებული. ანუ რაღაც უკვე აბსტრაქტული აზროვნებაც აქვს. ანუ ისინი ფიქრობენ, რომ სიკვდილის შემდეგ რაღაცა არსებობს, სხვა ძალებიც არსებობენ მათ გვერდით, რომლებსაც ისინი ვერ ამჩნევენ, მაგრამ მათ გამოვლინებას ხედავენ. ეხლა ფაქტია რა, ეხლა შეხედავდა თქვა სიზარტყელა გამოისახა, ან თვარი ამოდის და პატარავდება და დიდდება. ეს საოცრებაა მათთვის, ხო, ყველაფერი ეხლა თან აინტერესებთ. ეხლა ზემოთ შეიძლება ჰომო ერექტუსს საერთოდ არ იყურებოდა და მით უმეტეს ერგასტერი და მით უმეტეს ავსტრალოპითეკი, მაგრამ ამას უკვე ინტერესები უჩნდება. იქ სოციალურად ცხოვრობს, ბავშვები ყავს ერთმანეთთან, როგორც ვარაუდობენ, იქ მატრიარქატიც ჰქონდათ ზოგიერთ ჯგუფებში, ზოგან პატრიარქატ, ანუ ფაქტიურად ადამიანები არიან. ამიტომაც არის, რომ დღეს მათ ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც ჰომო საპიენს ნეანდერტალენსის, ანუ გონიერი ადამიანი ნეანდერტალელი. ანუ ქვესახეობად ითვლება ადამიანის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, ჩვენი გზები 500,000 წლის წინ გაიყო, გენეტიკურად. მაგრამ ჩვენ ხვდებით ერთმანეთს. აი ახლა ძალიან საინტერესო ნიკა თუშაბრამიშვილთან ძალიან საინტერესო ძალიან ჩვენთან ყველაზე ძლიერი სპეციალისტია იმერეთის მღვიმეების და ნეანდერტალელების და ადამიანის და მან გამომიგზავნა სტატია, რომ არის ვარაუდი, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ კიდეც გამოქვაბულში. ალბათ თლათ ერთად არა ვთქვათ, შენ იქ იცხოვრე, შენ იმ ოთახში და მე ამ ოთახში, მაგრამ რაღაც ემთხვეოდა ყოველ შემთხვევაში მათი თანაცხოვრების, შეიძლება ვთქვათ 10 წელი იმასე ცხოვრა, ვთქვათ 20 წელი ამათე ცხოვრა. ერთ პერიოდში ბინადრობდნენ. ანუ მათი გადაკვეთა ხდება და ეს იმითაც ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს მათი გენები. და ჰაიდელბერგელი ადამიანი, რომელიც ასევე ნეანდერტალელია ფაქტიურად, რომელსაც უფრო პრიმიტიული თვისებები ნიშნები ახასიათებს, სხვა ნეანდერტალებისგან განსხვავებით საკმაოდ დიდი თავისტვინი აქვს და ამზადებს უნიკალურ შუბებს. აი ჰაიდელბერგის თვითონ ეს შუბები ბრაუნშვაიგთან არის ახლოს ნაპოვნი, თვალშორის წელს ჩაუვარე და ვერ მოხვდი მუზეუმში, ესეთი მუზეუმი არის, შუბების მუზეუმი, შუბების აღმოჩენის ადგილას გააკეთეს ესეთი მუზეუმი. ამ შუბებს აკეთებენ ზუსტად იმ ტექნოლოგიით, რომლითაც დღეს კეთდება ოლიმპიურ თამაშებზე, რომ შუბებით გამოდიან და სხორცნიან. ანალოგიური ტექნოლოგია, ანუ ერთი შეხედვით მაიმუნი აკეთებს შუბს სიმძიმის ცენტრის გათვალისწინებით, სხვადასხვა ხის მასალების და ხის წლოვანების და ზაფხულშია ყველა ხე მოჭრილი, რომლისგანაც შუბია გაკეთებული. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტია ნაძვებში და ნაძვისგან არის შუბები დამზადებული, როდესაც ყველაზე მეტია შიგნით ფისის რაოდენობა და როდესაც იგი მძიმეა. და სწორედ ისე თლიან ამ შუბებს, რომ მათ აქვთ სიმძიმის ცენტრი, ისე რომ მაქსიმალურ 70 მეტრზე მათ შეეძლოთ ცხოველის მოკლეთ. აი ამ ნასროლი შუბი. საოცარი ადამიანები არიან.
მაგრამ ნუ აი ჰაიდელბერგელია რა, იგივე ნეანდერტალელის როგორც ვარაუდობენ განაყოფია და უკან დაუბრუნდნენ. ნუ ეს ნეანდერტალელი ძალიან ბევრი ვერსიებია რა უნდა გადაშენებულიყო ნეანდერტალელი. საბოლოოდ მაინც რას ფიქრობთ? მთავარი მიზეზი რა არის ამის? რატომ ვერ გადარჩა? არისო ეს ადამიანი რო ვერ გაეძლო რაღაცისთვის. ისინი შილოეთში ცხოვრობდნენ და ამონტებზე და ბეწვიან მარტორქებზე ნადირობდნენ. ანუ ის ვარიანტი რომ ჩვენ თქვათ რომ კლიმატი შეიცვალა. ამათ კლიმატი ვერაფერს ვერ დააკლებდა. ჩვენთან საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. მაგალითად კუდაროს ღვინო არის 2000 მეტრზე ზღვის დონიდან. ეხლანდელი სამაჩაბლოს ტერიტორიაზეა სამწუხაროდ უნიკალური ღვინოა. წონის და კუდაროს ღვინოების არის უნიკალური ღვინო, სადაც ადრეული პალეოლითიდან თითქმის ბრინჯაოს ხანამდე არის უწყვეტი ფენები კულტურული. საოცარი ღვინოა, მაგრამ ნუ აი ახლა იქეთ არის, მაგრამ იმედია მალე დაბრუნდება. ის რომ თქვათ რაღაცა კორონავირუსი გაეწყვიტა, ასეთი მსგავსიც არ იქნებოდა, იმიტომ რომ იზოლირებული ჯგუფები ცხოვრობდნენ და მთელ მსოფლიოს იყვნენ მოდებული ფაქტიურად ევროპას და აზიას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანთან კონკურენციას ვერ გაუწევთ. ჩვენ ძალიან აგრესიულები ვართ. ჩვენზე აგრესიული პრიმატი ალბათ არის შიმპანზე. ალბათ გაიგიათ, რომ ბოლო პერიოდში იმათ გადაეკეტათ და ეხა ომები აქვს, რაღაცა ერთმანეთს ხოცავენ. ანალოგიური დაეწყოთ რა, ეთქობა რაღაცა ხდება. არ ვიცი ევოლუციაში თუ სადღაცა კოსმოსში ძალიან აგრესიულები ვართ. ჩვენ კი ვეჯვარებოდ შეიძლება ვტაცებდით მათ ავიც ქალებს არ ქალები ვტაცებდნენ მამაკაცებს ყოველ შემთხვევაში კი ვეჯვარებოდით, მაგრამ არ არის იმ ხელა პროცენტი ჩვენში მათი გენების. მე მაინც გონია რომ ჩვენთან კონკურენციას ვერ გაუწევს. ჩვენ აგრესიულებიც ვართ, პარალელურად ჩვენ ცოტა უფრო როგორც ჩანს უფრო მეტი ინტელექტი გქონდა. და ამ ინტელექტითაც დავჯაბნეთ და ნუ რაღაცა ისეთი იარაღებიც გამოვიგონეთ, რომლითაც უფრო ადვილად კლავდით მათ და რაში გვჭირდებოდა ჩვენ კონკურენტი, ხო პრინციპში. არ გვჭირდებოდა. ნუ თუ გავსაზღვრავთ ჩვენი მერკანტილური იმიდან გამომდინარე, არ გვჭირდებოდა. იყო ვიღაცა ფანჯულიანი კაცი, დაბოდიელოდნენ თავებში და ჯერ მინდა ეხლა ეს კიდე შემეცილოს ის და ცოტა მაქვს საჭმელი და კიდე თავისი ფანჯულიანი ცოლით მიჭამს მე აქ საჭმელი. ალბათ ეს ასე იყო. აი ეს დენისოველი, მაგალითად დენისოველი არის უნიკუმი, აბსოლუტური, იმიტომ რომ მისი ასევე არის მათი გენები ჩვენში, როგორც ვიცი. არის რა თქმა უნდა. განსაკუთრებით თემში ცხოვრები ადამიანები. დიახ და განსაკუთრებით აზიაში. წარმოიდგინეთ, ნეკა თითის ერთი ფალანგის ნატეხია, ნაპოვნი, იპოვეს თავიდან, მაგრამ ამ ნეკა თითში აღმოჩნდა უძვირფასესი, ოქროზე და ბრილიანტზე უფრო ძვირფასი რამ, კარგად შენახული დნმ. რომელიც ლაიფციგის უნივერსიტეტში გაიშიფრა და დადგინდა რომ ეს კერძოდ ეს ეგზემპლარი არის დენისოველი მამის და ნეანდერტალელი დედის შვილი. ესეთი საყვარელი გოგოა, პატარა ასაკშია გარდაცვლილი, სადღაც 12-13 წლის ასაკში და დენისოველები არიან კიდევ ერთი ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ჩვენთან ძალიან ახლოს არიან და აი ყველაზე მეტი დენისოველის გენები არის აი ამ პაპუანო ახალ გვინეის მოსახლეობაში. ეს ძირითადად არის ურალს იქეთ, ანუ აზიის მხარეს ცხოვრობდნენ დენისოველები, ევროპაში ცნობილი არ არიან. ცხოვრობდნენ ისინი დაახლოებით იმავე პერიოდში, რაც ნეანდერტალელები და გაქრნენ იმავე პერიოდში, რაც ნეანდერტალელები. ანუ 40,000 წლის. ეხლა რაც შეეხება რაოდენობას, დენისოველების რაოდენობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ისინი ეხლა ნაპოვნი არის, რა თქმა უნდა. სხვა დენისოვის გარდა სხვა შორის საკმაოდ მოქნილები არიან, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ ზღვის ნაპირებზეც, აი ინდონეზიის ტერიტორიაზე. და ტიბეტშიც არის მაღალ მთაში აღმოჩენილი მათი ნაშთები. ანუ მათ შეეძლოთ ადვილად გადაადგილებას და შეგუებას იმ გარემო პირობებთან, რომლებიც საკმაოდ საინტერესო ტიპები არიან, ნეანდერტალელების არ იყოს და ისინიც როგორც ვარაუდობთ, ვერ გაუძლეს ჩვენთან კონკურენციას და ეს საკმაოდ სევდიანი ისტორია, იმიტომ რომ მაინც საინტერესო იქნებოდა მათთან ერთად თანაცხოვრება ალბათ რაღაც ეტაპზე. თვითონ ადამიანებს რაც შეეხებათ, ეხლა ჩვენ საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ 74 მილიონი წლის წინ, მოგეხსენებათ ისევ ინდონეზიაში. ინდონეზიას ზოგადად ძალიან საინტერესო ტერიტორია, საოცრად ეს თავისი კუნძულებით და ამხელ არქიპელაგი.
მოხდა ტობას ვულკანის, სუპერვულკანის ამოფრქვევა მოგეხსენებათ. ეს იყო გრანდიოზული, თუ კი რამე ამოფრქვევა ყოფილა ისტორიის მანძილზე, ეს იყო ყველაზე გრანდიოზული ამოფრქვევა იქ რა მილიონობით კუბომეტრი მტვერი ავიდა ჰაერში და მიწისძვრები და მოკლედ ეს იყო მეორედ მოსვლა ნამდვილი და შეიცვალა რამოდენიმე წლით საკმაოდ კლიმატი და ამან კინაღამ წერტილი დაუსვა ჩვენს არსებობას. როგორც ამბობენ 74 მილიონი თუ 74,000 1000 მილიონი თქვი ხო არა რა მილიონი კიდევ გამიქრა 1000 რა თქმა უნდა ეძახიან ესეთი ბოთლის გენეტიკური ბოთლის ყელს ეძახიან იმიტომ რომ აი ესე თითქოს აი წრილ ყელში გაძვრა ადამიანი სულ როგორც ვარაუდობენ დარჩენილი იყო 10000 წყვილი ანუ მილიონი ბევრნი იყვნენ ადამიანები ზოგიერთი ამბობს რომ საერთოდ 1000 წყვილი იყო მთელ დედამიწაზე დარჩენილიო ჩვენ აფრიკიდან ვართ, წარმოშობით. ეს უშუალოდ Homo sapiens-ი? ეს უკვე Homo sapiens-ია საუბარი, ხო. როგორც ჩანს, ამან რა თქმა უნდა ეს იმოქმედებდა ნეანდერტალებზე და დენისოველებზეც, რომლებიც ჩვენს პარალელურად ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველაზე მეტი დარტყმა მიაყენა როგორც ჩანს ადამიანს და ეს ჩანს აი გენეტიკამ საოცარი საქმე გაუწია ზოგადად პალეონტოლოგიას. და ადამიანის ისტორიას მათ შორის სწორედ გენეტიკური ანალიზებით არის დადგენილი რომ ჩვენ ვართ დაახლოებით 5-6 ადამიანის წვილის შთამომავლები რომლებიც სწორედ 70000 წლის წინ გადაურჩნენ რაღაცა მანქანებით რაღაცა გამძლეობით აი ამ ეკოლოგიურ კატასტროფას ჩვენ რო აფრიკიდან მოვდივართ ეს უკვე ცნობილია და ეს არის მიტოქონდრია და ძალიან შორს აგვიყვანს ახლა და გაგვიძელდება საუბარი თუ რატომ მიტოქონდრიალური ევა და რატომ 300-200000 წელი თქვათ აფრიკის ამა და ამ წერტილიდან და რატომ Y ქრომოსომიანი ადამი ანუ ჩვენი პირდაპირი მშობლები ასე ვთქვათ ეს პირდაპირი გაგებით არა რა თქმა უნდა ხო ეს კიდე ცალკე თემა ადამიანის თავგადასავალი ასე ვთქვათ ამით არ მთავრდება და მე მგონი ჩვენ უბრალოდ ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ იმ აღმოჩენების რომლებიც უფრო საინტერესოს გახდიან ამ თავგადასავალს იმიტომ რომ ექსპედიციები უკვე ძალიან ინტენსიურად ეწყობა სხვადასხვა ის ადგილებში რომელიც ადრე მიუვალი ან უკვე აღმოჩენილი იყო ჯერ ერთი კოლექციებშია უამრავი ძვალი რომელიც ჯერ კიდე შეუსავლელია იქ შეიძლება ბევრი რამ აღმოჩნდეს რა თქმა უნდა, აგერ დმანიში მე ველოდები რომ რაღაცა კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩნდება. აფრიკა რა თქმა უნდა მოგცემს ისევ ძალიან ბევრ მასალას. ინდონეზია მოგცემს, ალბათ ამერიკაც მოგცემს რაღაცა პატარა წვლილი შეიტანს. ყოველ შემთხვევაში იმ განსახლებაში აზიელი ჰომოების. ასე რომ ყველაფერი წინ არის, ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ვადევნოთ თვალი. მე მგონი ძალიან საინტერესო მოგზაურობის მომსწრეები გავხდეთ. ვისაც გვაინტერესებს რა თქმა უნდა და არ ვთვლით რომ ერთ დღეში მოხდა ყველაფერი. ხო, ერთ დღეში და რამდენიმე 1000 წლის წინ, ხო რაღაც. ხო, 5 თუ 10, 6 წელს. 10. ანუ ესე Homo sapiens, ხო. Homo sapiens ამბავზე, ან თავიდან რეალურად ამანაც ამ ჩვენ მოსახლეობას, უშუალოდ ჩვენ მოსახლეობას ძალიან დიდხნენი გზა გაიარა რა. და აი დაწყებულივით მაგალითად თავიდან როგორც შევა ცეცხლის გამოყენებას არც ვიცოდით ხო ალბათ რაღაც ეტაპზე ვსწავლობთ ალბათ და ხო ალბათ მე მაინც ფიქრობ რომ რაღაც ალბათ მეხი რო დაეცემა და ცეცხლი გაჩნდება და იქ რაღაცას იპოვი ალბათ ასე ხდებოდა ხო ეხლა პირდაპირ ცეცხლი არის ფაქტიურად ყველა ცხოველს ეშინია ცეცხლის ადამიანისგან არ არსებობს ცხოველი რომელსაც ცეცხლის არ ეშინოდეს იმიტომ რომ გაუგებარია მისთვის რა არის ცხელია, ხელს იწვავს, ფეხს იწვავს, ან ცხვირს იწვავს და არაფერში არ გამოადგება, მაგრამ ეს ჩვენი წინაპარი მიხვდა რომ რაღაცა უფრო გემრიელია შემწვარი საჭმელი. ეს თან მათბობს, აგერ ვაცივ და ეხა ამის გვერდზე დავჯი. თან არ მკლავს რა, ამთია რა თავისთვის. რა იმას იმდენ ინტელექტი თქვა ლომს არ ყოფნის, რომ ის არ შეეშინდეს, მაგრამ ადამიანს უკვე ეხო, ანუ ყოველ შემთხვევაში ჰომოებს ეხოთ, ხო, ერექტუს. მათბობს ეს ლომი აღარ მეკარება და ახლოს დადებული საჭმელი უფრო გემრიელია. პროდვილი მოსანელები. ხო, თან სხვებს ეშინიათ რას მნიშვნელოვანი. ხო, პირველ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თავდაცვა ძალიან დიდი მნიშვნელობა. და მე ალბათ უკვე ადამიანებმაც აი ადამიანის პირდაპირ აი
პირდაპირ თქვა, აი სადღაციდან ხონდა წამოვიდეს არა. აი ეს არ ვიცით ჯერ. ჩვენ ჰომო საპიენსებზე საუბარი. ეს სადღაც ჩდებით. ნუ ჩდებით კი ცენტრალურ აფრიკაში, ეს გასაგებია. მაგრამ რაღაცა წინაპირობა არსებობს, ხო? აი იმ წინაპირობაა საფრთხელი, ჯერ არ ვიცით. ჩვენი პირდაპირ ჩვენ ხო ნეანდერტალელები არაფერს შუაში არ არიან ჩვენთან. ჩვენთან გვერდზე მაცხოვრებელი კიდევ ერთი ადამიანია. ანუ ჩვენ ნეანდერტალებიდან არ მოვდივართ, როგორც ზოგიერთ წარმოუდგენელი. არც დენისოველებიდან არ მოვდივართ. ჩვენ ვართ ეს სამი შტო. ნეანდერტალები, დენისოველები, ჰომო საპიენსები. რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არიან მხოლოდ 9 მილიონი წლის წინ, გენეტიკურად და სხვა მხრივ. თორემ მე ისინი გაყოფილები არიან და სრულიად სხვა შტოები. აი ესენი არის საპოვნელი. რაც ძალიან რთულია და რაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ იშტო მოსაძებნია, ისე როგორც ჩვენ ახლა ნალედი არ ვიცოდით გუშინცით მაგალითად, ხო? დღეს უკვე ვიცით, რომ ტიპი ცხოვრობდა ჩვენ გვერდზე აბსოლუტურად ჰომო, მაგრამ რაღაცა წარმოუდგენელი. ნეანდერტალელები მაგალითად ახლა მე-18 საუკუნეში არავინ არ იცოდა ვინ იყო. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ხალხია, რომელიც ჩვენ გვერდზე ცხოვრობდა და მშვენივრად ცხოვრობდა, გადასარევად ერთობოდა. იგივე თქვა ჰაიდელბერგი. აი ესეთი რაღაცა უნდა აღმოჩნდეს, აი ესეთი რაღაცა უნდა გამოჩნდეს. მე მაინც მაქვს გენეტიკოსების იმედი. გენეტიკოსები თუ თქვა არტეფაქტები, აი ესეთი ხელშესახები არტეფაქტები არ აღმოჩნდა, გენეტიკა გვეტყვის ჩვენ ახალი მეთოდები ალბათ სად უნდა ჩაუძვრეთ, რომელ წლებში რომ ჩვენი ნამდვილი წინაპარი ვიპოვოთ. ჩვენ ახლა მხოლოდ გარეშე მიზაშვილები ვსწავლობთ. არა, როგორც ყოველ მიმართულებაში მეცნიერებაში რაღაც პროცესში ვართ, მაგრამ არც ერთ მიმართულებაში არ არის რომ ვთქვათ, რომ სადღაც მივედით და იმის იქით აღარ არის. ხო, მისვლით ვერაზროს ვერ მივალთ, რაც მეტი აღმოჩნდება, უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, მაგრამ ეს არის მეცნიერების კაიფი, ასე ვთქვათ. და ნუ სამყაროც ხო ეგ არის რეალურად მასშტაბებზე რო ისაუბრო ხო რამ ხელს სამყაროა და ამიტომ აი ეს ყოველთვის ხო ესე ადამიანი რომელსაც ერთი ვთქვათ არაკმაყოფილებს ყოველთვის რაღაცას ეძებს და ამით გამოვირჩევით ჩვენ სხვა იმიდან. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. იყო თქვენთვის საუბარი, მადლობა მსმენელსაც რომ გვისმინა და რა ვიცი, რომ გაგემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ. დამძახეთ და კიდე რაღაც სხვა თემებით და გაინტერესებთ შემიძლია მომავალში. შეამოვნებით.